გამარჯობათ ვიფოსო ტელემაყურებლებო, სულ მცირე ხანში დაიწყება ცხელი შუა დღე, ასეთი გადაცემა, ნელ-ნელა ჩვენი გადაცემა იკრებს ძალას, სიცხეს, გარეთაც ცხელა, ჩვენთან სტუდიაში ცხელა და კარგი გადაცემა, კარგი გადმოცემა, პერედაჩა, როგორც ამას რუსები იტყობდნენ ხოლმე. მაგრამ სანამ ეს პერედაჩა დაიწყება, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ახალი ამბები, რომელსაც ვიფოსო სოფო ჩამკვეთაძე გაგვაცნობს. მოგესალმები სოფო. მოგესალმებით, მოკლედ რა დასწრებთ პირველი საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს საგარეო უწყების პოზიცია ქვეყანას სახელმწიფოებრივი მიდრომა აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით რიდორი ტარასინის განცხადებები მიმართულებას ვერ შეცვლის. ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე თამარ ბეროჩაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რიდორი ტარასინის გუშინდელ შეფასებებს. ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის დაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე დაემგზავრებიან. ამის შესახებ ტარასინმა რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ იხემძღვანელებს ტარასინის მოსაზრებებით, როგორც მოგახსენებათ, საქართველოს მთავრობას აქვს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში, კანონში შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებულია გარკვეული ვალდებულებები და ქმედებები, შესაბამისად ეს არის საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა, როგორი კანონი ექნება მას, რა ფორმის შინაარსი ექნება ამ კანონს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გზა ევროპული ინტეგრაციისკენ სამართალდამცავი უწყებების როლი. ამ სახელწოდებით მიმდინარეობს დილიდან საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო ჰოლიდეი ინში. შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მისია აქვს ვიზების გამარტივების გეგმაში, რომელიც 2013 წლის თებერვალში მიიღეს. 20 ქვეყნის წარმომადგენლებს მინისტრმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ წარუდგინა ანგარიში. დღევანდელი ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პარალელში ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის პარალელში გვაქვს წელი რიგი რეფორმები გასტარებელი. ჩვენ მოვიწვევთ დაახლოებით 20-მდე 20 ქვეყნის წარმომადგენელი, რომ გავაცნოთ მათ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები. ასევე გავცვალოთ ინფორმაციები და გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორც არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, პარალეგალური მიგრაცია და ასე შემდეგ. საქართველოს ამ ეტაპზე უკვე გადადგა ნაბიჯები, ახლა სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ამ კუთხით ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს იმის გაგებას, თუ როგორია ევროპის მოლოდინი და საქართველოსთვის გაამარტივებს ყველა პირობის შესრულებას. საქართველოში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად თემას ფრანს 24 ეხმაურება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტის შეკითხვებით 17 მაისის მოვლენებს, ეკლესიასა და სახელმწიფო შორის ურთიერთობას, მაღალჩინოსანთა დაკავებებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს ეხებოდა. მინისტრმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ქვეყანაში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით და ამის მაგალითად სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოიყვანა. ინტერვიუში მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიულად ვითარდება და ქვეყანა ღირებულებების ერთგული რჩება. Were you shocked to see priests involved? He was arrested few days after. მერაბიშვილის დაკავებას არ შეიძლება შერჩევითი სამართალი ვუწოდოთ, რადგან მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე და ახლო მეგობარი დაკავებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ის ერთ-ერთი აქტივისტი იყო ქართული ოცნების. მოგიყვანთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაგალითსაც. მინისტრი გადადგა იმიტომ, რომ ახალი მთავრობა და პრემიერი არების მიმართ იქნება ლოიალური. ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ შეძლებს ბიზნესის ლობირებას ქვეყანაში. სამართლებრივი ფაქტები კი ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული და სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს დამოუკიდებლად, არა ვიღაცის მითითებით და ჩარევით, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ეს არის დემოკრატიის უდიდესი ნაწილი. საქალაქო სასამართლოში დილიდან განახლდა ბაჩუ ახალაიას პროცესი. სასამართლო ამჯერად ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს განიხილავს. საქმეში უკვე ჩაერთო ბრალდებულის ახალი ადვოკატი სულხან კობახიძე. მან დღეს კიდევ ერთხელ დააყენა შუამდრომლობა და მასალების დასაცნობად დამატებითი დრო მოითხოვა ბრალდების მხარეს.
მხარემ ეს მოთხოვნა ადვოკატის მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად შეაფასა. მოსამართლემ კი ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. სასამართლო ამ წუთებში ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება პროცესი. თანსაშჯელები ახალაია და დარდამ ტურნალიძე პროტესტის ნიშნად არესრებიან. დღეს განიხილება თავდაცვის სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებული ეპიზოდი, როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებულმა წინაეს დატოვა პროცესი და მას ასევე განაცხადა, რომ არსოს ადვოკატებმა მიიღოს მონაწილეობა და ამაზე დრო დაიკარგოს. რაც შეეხება თვითონ სასამართლოდან მოლოდინს, როგორც თავად ბაჩო ახალაიამ განაცხადა, მას ამ პროცესთან არანაირი მოლოდინი არ აქვს, იგი თვითონ რომ ამ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და იგი უბრალოდ ასრულებს დაკვეთას. არ მომეცა შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად გაუცნობოდი საქმეს ვინაიდან სასამართლო. როზულიყო რომ სასამართლოს ხდომის ოქმე მოეწოდებინა ჩემთვის, ჩემი მონაწილეობის გარეშე ჩატარებას ხდომის ოქმეს და დღეს კვლავ ვიშვალყურებ სასამართლოს წინაშე, რომ მომცეს შესაძლებლობა სრულყოფილად გავეცნო საქმეს. საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძემ სოფელ სამთაწყაროში მუსულმანთა ის სამლოცველო სახლი დაათვალიერა, რომელიც ბოლო 2 კვირაა სოფლის მოსახლეობაში დავის საგნად იქცა. შანთაძის თქმით, სოფელში მეჩეთისა და მინარეთის მშენებლობა არ იგეგმება და კონფლიქტი გაუგებრობამ გამოიწვია. მრევლის სიმცირის გამო სამლოცველოს აშენების საჭიროებას ვერ ხედავენ, თუმცა რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს რა მორიცხავენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, სამთაწყაროში ვითარების ხელოვნურად დაძაბვას კონკრეტული ადამიანები ცდილობენ. ადგილობრივი მუსლიმებისათვის ვისაც სურვილი ექნება, სამლოცველო იქნება ღია, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, არც ყოფილა, უბრალოდ იყო გაუგებრობა პატარა, რომელიც თანასოფლელებს შორის მოგვარებული არის. ჩვენ არ ვართ აპირისპირებული და არც გვინდა რომ ვიყოთ აპირისპირებული. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ამაზად ამ ხალხთან და არ გავხსნით სამლოცველოს. მე ვარ პირდაპირ წინააღმდეგი. სამლოცველო სახლი მრევლი არ ახლა, მლოცველები ფაქტიურად არ ახლა. ერთი ადამიანია თუ რაღაცა რომელიც გამოხატა, იმასაც არავინ არ უშევს დროილოცვა. თუ იყოლებათ მრევლი, ნახავენ, არავინაც არ უშვის. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მე 2 საათამდე დამშვიდობებით. დავიწყეთ ძვირფასო ტელემოყრილობ ჩვენი გადაცემა, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. აბა რა თემაზე ვსაუბრობთ? დღეს სერიოზულად ვსაუბრობთ თემაზე. სრულწლოვანი დევნილთათვის ახალი პირადობის მოწმობის გაცემის აქცია ხორციელდება. ამ თემაზე უფასო. ამ თემაზე ვისაუბრებთ იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ჩიჩუასთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილთან, რომლებიც დაახლოებით 1 საათში შემოგვიყვება. ძალიან საშუალო საქმეა, იმიტომ რომ ელექტრონული მოწმობები გაქვს, ხაჩერს ელექტრონული მოწმობა? არა. არა, შენ? არც მე არ მიყიდი. რატომ მე ვერ გავიგე? მოახერხა, ჩემი პირადობის მოწმობა რომ განახო მიხვდები რომ რა არის? აი თავს ვერ ვაბავ ესეთ რაღაც. ძალიან კარგია, იმიტომ რომ მომეცვალა თავის დროზე. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჯერთი ყველაფერს რომ თავი დავანებთ, მაგალითად თურქეთში მე მიმგზავრია და წავსულა რამ მოწმობით და ძალიან ჩვეულებრივ კვეთ სახელმწიფო საზღვარს. ანუ ამ ელექტრონულ სკოლას. კი, პირდაპირ გადადიხარ და პლუს პატარაა პლასტიკატის არის, აი ხა გაჩვენეთ რა. ყველასა გაქვთ ნახეთ ფოსტერი მაყურებელი მაინც. პატარაა პლასტიკას სავიზიტო ბარათის ხელაა, სასაკრებო ბარათის. მაშინაც გაჩვენე მე. ხო, კი ბატონო, ხო და ის არის რა, შენი ინფორმაცია არის დატანილი აი ამ ჩიპზე. აი უფრო დეტალურად თუ რა ინფორმაცია არის დატანილი ამ ჩიპზე, რა თქმა უნდა. აი აქეთ უბრალოდ ხო ჩიპი. კი, შემიყავს სტუმრები. მე მყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, ესენი არიან 7 წლის სოფიო და სალომე ცაავები, ასევე ირაკლი და ლაშა ღუღუნიშვილები. ესენი ვინ არიან? ესენი არიან ტყუპები. გოგონებიც და ბიჭებიც. ბიჭები უკვე. და თემა არის ტყუპები. თემა არის ტყუპები და ნინო ლორთქიფანიძე ფსიქოლოგი იქნება კიდევ ამის ტყუპები და მათი განვითარებას თქვა. ტყუპის ცალი ძალიან მაგარია რა. ალბათ კარგია. კარგია. მე ვფიქრობ რომ კარგი იქნებოდა ერთი ტყუპის ცალი მაინც რომ ყოლოდა. ორზე აღარ ვამბობ, არა? არა. სულ ერთი არა. რომელი კაცო, ბიჭი თუ გოგო? ძალიან რო გავდეს კეთი, ზუსტად შენნაირი რო. ხო და ამიტომ რაღაც ძალიან გასაინტერესოა. როგორ ჩვილი? გოგო ჯობია რა. ბიჭი ჯობია თუ გოგო ჯობია, მაგრამ ერთი გოგო ჩვენი ჯობია, შალვა. ჯობია გოგო ჩვენი ჯობია. გოგო თუ ჩვენია გოგო ჯობია. ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავან თამარ ჩუგოშვილი. თამარ ჩუგოშვილი არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ჩვენ ვისაუბრებთ მეტწილად სასამართლო რეფორმაზე. იცით რომ 9-ში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იგეგმება და რეფორმა უნდა გატარდეს აუცილებლად და მეორე სტუმარი რომელიც გვეყოლება ეს არის
მსახიობი და დღეს პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი ვისაუბრებთ სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემებზე. თავისუფალი თემა გვექნება ამ კუთხით. ახლა ძვირფასდელი მაყურებლებო აბერციული რუბრიკა და კედელზე ცოცვა. დაიწყება მოყვებით. გისების თაობა არის ასეთი გვერდი, სადაც შემდეგი პოსტი ამოვიკითხე. სტაჟორები, თანამედროვე მონები. შეგიძლია ხელფასი არ გადაუხადო. ყველანაირი საქმე დაავალო, როცა მოინდომებ გარეთ გაისროლო, მთელი დღე ქსეროქსი აღებინო, ყავის ჭიქით არ ბენინო და როდესაც მოგბეზრდება საპარსევით მოისროლო. თუ საქმე გამოდის, ხომ კარგი, მაგრამ თუ ჩავარდა, იმას მიაბუნძულებენ სამსახურიდან შენ? არა. ანუ სამსახურში რჩები. კედელზე ცოცვისას წავაწყდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას. აი ესეთი ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს მაგთის საჩივარს სილკნეტის და კავკასუსისთვის გადახვევის და დაპაუზების სერვისის აკრძალვის კუთხით. რატომ? იმიტომ რომ როდესაც პროდუქციას ყიდულობენ ეს არხები, არხს მაგალითად სილკნეტი და კავკასუსი ხო საკაბელო ტელევიზია, რომელშიც ბევრი არხია და კინოები, პროგრამები და მათ შორის. და აფორმებენ კონტრაქტს უცხოურ თუ სხვა არხთან. იმ კონტრაქტშიო როგორც მაგთი იძახის წერია პირდაპირ ეთერი ამ არხების პირდაპირ ეთერის გაშვება, ანუ მხოლოდ ერთხელ გაშვების უფლებით. მხოლოდ ერთხელ გაშვების უფლებით და როცა გაქვს საშუალება მაგალითად კინო გადაახვიო მრავალჯერ, გამოდის რომ აზრი ეკარგება ამ არხის ლიცენზიას, ამ არხის ნებართვას რომ გაუშვა. თუმცა ეს ნებართვები რო შეიცვალოს, ესეც ხო შესაძლებელია. და ამასთან დაკავშირებით სხვა შორის Facebook-ში ძალიან ბევრი პოსტი იყო, ის ადამიანები, ვისაც ეს საშუალებები აღარ აქვთ, ან მომავალშიც აღარ ექნებათ, ძალიან განიცდიან ამ საკითხს. კი, მე მგონი რომ გადახვევის ფუნქცია არის ძალიან ხელსაყრელი. იმიტომ რომ შეიძლება შუა დღეს არ იყოს ადამიანების კი, ესე არის. მე გადაახვევს. სხვა შორის რამდენად შეცვალა ამ გადახვევის ფუნქციამ ტელევიზორის ყურების კულტურა, ეს გამოსაკვლევია, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ინტერნეტი და ყველას არ აქვს კავკასუსი და სხვა არხებს არ აქვს ეს გადახვევა. სხვა საკაბელო ტელევიზიებს და ხო იყო დრო, როდესაც რაღაც საათი ქონდა მოგვიძებული და მოუთმელად ელოდებოდი როდის დადგებოდა ეს დრო, იმიტომ რომ კონკრეტული რაღაცა იწყებოდა ის რაც შენ გაინტერესებდა. აი ხა შეგიძლია პირდაპირ დაელოდო, შენი საქმეები მოითავო, გადაახვიდო. მithume და 3 დღეზეა საუბარი, ანუ 3 დღის განმავლობაში შეგიძლია. ამაშია საქმე. თვალი ადევნო ამ ყველაფერს. ამიტომ ერთი კვირის განმავლობაშიც და ინტერნეტშიც არის ასეთი ფუნქციები. ერთი საინტერესო პოსტი. ჩუმად ვანო კითხულობს. ხო. და ამის გაგრძელება იყო ნეტა რა წიგნები მოითხოვა, ანუ მერაბიშვილმა საინტერესო ერთგვარი ვერსიები იყო, ჩამონათვალი იყო რა წიგნების, ოღონდ ეხა ეს არის. ესეთი საბჭოთა რეჟისორი იყო კოზინცევი, ძალიან ცნობილი, აი გადაიღო ჰამლეტი თავის დროზე. და ესეთი ხვაწმოსილი რეჟისორი იყო, ძალიან სერიოზული. ზედმეტად სერიოზული, ანუ იღებდა სულ ძალიან ესეთ კლასიკასთან მიახლოებულ ფილმებს და ესეთი ანეკდოტი იყო მოსფილმში, რომ დერეფნებში ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, წარწერა არის ისეთიო, აი რო ანათებს, ეს წარწერა წიხა კოზინცევ დუმაეთ რა, ანუ ეფიქრობს და დიდხანს. დაახლოებით იგივეა. ან ტელევიზიაში რო გაივლე გახსოვს, ჩუმად ჩაწერა. ჩაწერა. ჩუმად რეპეტიცია. გიანოდია სტატუსია ძალიან საინტერესო. ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ფენომენი რომ ახსნათ, არც ქართული პოლიტიკური განვითარების კანონზომიერებაა საკმარისი და არც რუსეთის საიდუმლო ხრიკები. პირადად ჩემთვის ყველაზე ადეკვატური ინტერპრეტაცია რელიგიურია. ეს არის განსასწრელი, რომელიც ღმერთმა გამოგვიზანა. თუ გაუძლებთ რაღაცის ღირსნი ვარ, თუ არა და არა. ჩემი აზრით ყველაზე სწორია თუ ასე მივიღებთ, რაც შეეხება იმას კონკრეტულად რით დავიმსახურებთ ასეთი რისხვა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს განსაცდელი, რამდენად შორსავა და რა ჯილდო გველის, თუ გადარჩით ღვთისნებას ბოლომდე როგორც ითით ვერ ჩავწვდები და იქ იყო ესეთ კომენტარი ყოჩახ ბიძინა რომ ამ კაცს ღვთისმეტყველება და რწმენა ასწავლეთ თქო, იმიტომ რომ მე დავდე ფანტასტიკური ტექსტია ბუღაძის 51 მიზეზი თუ რატო წააგო ნაცმოძრაობამ. თვითონ გიანოდიასაც დაუდე რომ აი ამიტომ მოხდა თქო და ქედმაღლობის ინსტიტუციის ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებული ბუნდოვნების გამო სანდრო გირგვლიანის ოქროყანის ტყეში აყვანის გამო აი 51 მიზეზია და ამით მინდოდა ლაშაზე უკეთ ვერ ვიტყოდი და ამეხსნა გიანოდიასთვის თუ ეს არ არის გაურკვეველი რატომ წააგეს, არის ყველაფერი ნათელი, მაგრამ ნელ-ნელა ვაკვირდები რომ ახერმოძი და მისი მომხრები რაღაცნაირი რელიგიური სექტაა, აი ეს
აგნოსტიკოსი გიანოდიას დაახლოება აი ამ რელიგიურ სენტენციებთან ამას მიუთითებს, რომელშიც ვერ შეაღწევ ლოგიკით არ უნდა ეკამათო, უბრალოდ უნდა მიხვდე, რომ ეს არის სექტა და როგორც უმცირესობა, როგორც რელიგიური უმცირესობა ძალიან უნდა მოურთხილდე და რუდუნებით უნდა მოექცე ახალ. საფასუხო რეაქცია როგორც ხდები არ ყოფილა. პროკურატურის გამო არის მეხუთე პუნქტი. კი, ძალიან საინტერესოა. მე იმას ვიზავდი, რა ქვია, ყველას ურჩევდი, რომ ეს ბუღაძის ეს ტექსტი წაიკითხოს. ეს რადიო თავისუფლება. არა, რადიო თავისუფლების ის არის, რა ქვია, ბლოგია ბუღაძის. ცოცხების არამიზნობრივი გამოყენების გამო. საგანგაშოდ მოტივირებული და აგრესიული ცოლების გამო. ვარდების რევოლუციის ღირსებების ღალატის გამო. ღირებულების ჰედონიზმის გამო, ფავორიტიზმის გამო, ჩარევების გამო, ჩაფლავების გამო, მინდრებად იდიოტების დანიშვნის გამო. ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მანდატურების გამო. დაწყებული, აი ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნები დაწყებული. ყველას გვახსოვს ჩვენ, რომ ნაცმოძრაობა ყველაფერში ერეოდა. გვახსოვს კარგად ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები. თუ გახსოვთ აირჩიეს. კი, როგორ არის. თავმჯდომარე და შემდეგ დაირეკა, ასე ვთქვათ, კრემლიდან და სამარცხვინოდ კი, სამარცხვინოდ ნემსაძეზე იყო ხო საუბარი? სამარცხვინოდ ჩატარდა კიდევ ხელახლა და ეს ძალიან 26 მაისის აღლუმის გამო ბევრი ადამიანისთვის ხათაშორის ადამიანების ლოტოტრონით გათამაშების გამო და ასე შემდეგ. მთელ ტელეფონში თავისუფლად საუბრის შიშის გამო და ასე შემდეგ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამო. ძალიან დიდი პროტესტი იყო ამის გამო. აი Deep Purple-ს ეხმაურება, Deep Purple-ს. მე შემოხვედრია, როგორი გამოხმაურება ქონდა? და არ იყო ბევრი ხალხი, თითქმის ცარიელი იყო. რას ლაპარაკობ? ანუ იყო თვითონ მოედანზე, ხო და ტრიბუნებზე არ იყო, ხო? იყო, მაგრამ ეს ასეც იყო გათვლილი, მხოლოდ მოედანზე უნდა ყოფილიყო, თუ უბრალოდ ბილეთები არ გაიყიდა? არა, ყველგან უნდა ყოფილიყო და გამოკრულიც იყო იმის გამო ხო არა რომ თქვა ბილეთი ღირდა? ფერის ბილეთები იყო და ბილეთის ფასის გამო შე როგორ ფიქრობ? არ ვიცი რის გამო. თუმცა ვფიქრობ რომ ჩამოსულიყო აი მაგალითად მაიკლ ჯექსონი რო ყოფილიყო ცოცხალი, ალბათ გაავსებდა. მინდა ერთ სათამაშო გაჩვენოთ. ასე მადონაც გაავსებდა. თუ შეიძლება ერთ სათამაშო გაჩვენოთ. კიდევ სათამაშო გაჩვენოთ, გაგართოთ. ინტერმედია არცელებს აი ამ სათამაშოს, თუმცა ძალიან კარგი იყო ის, რომ იყო ახალგაზრდა თაობა. ძალიან ბევრი ბავშვები იყო. აი მინდა ყურადღება მიაქციოთ, ძალიან ბევრი აშიარებს აი ამ ვიდეოს. ეხლა გაჩვენებთ ბანკოს ქაღალდს, ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩაიფიქრეთ და ხელახლა რომ გაშლის ის ბანკოს ქაღალდი გაქრება. აბა ნახეთ, აი უყურეთ ეკრანზე. კი ბატონო, აი უყურეთ. ხმაცა აქ მე მგონი. კეთი გამოირჩიე, შენი მე ჩემსაც ამოირჩიე. მე მინდა აირჩიე, ხო? კი ბატონო. ჯვარი დაიმახსოვრე, ხო, კარგი. კაროლ ჯვარი ავირჩიე. კი ბატონო, ეხლა უყურე, შეცვალა. გული ვალეტი. არა, ეხლა ნუ ეს რატო იძახი? სად არის გული? არ არის. ჩემი შემდეგი თემა მომაფიქრდა და მივხვდი ვინ უნდა იყოს შეგარარი და ვერ ხდები რა რატომ მოხდა ეს? მე ვიცი. რატომ მოხდა? რატომ და სულ გამოცვალა. ხო, მაგრამ ეს ადამიანი რომელიც თქვა და ესეთი ჩანაწერი სახით გადის ეთერში, მაგრამ უნდა მოვიყვანო სტუდიაში ადამიანი, ვინც მე ფოკუსე. და ყავს ასეთი. თუ გაგვაქრობს იმ შემთხვევაში. არა, გაქრობას არა. ჩვენ გადაცემას რაღაცას ვერ გავუკეთებ. აი, აქედან გაგვაქროს ცოტა. აი რო დაუკავშირდები, როდესაც დავითანხმებ ამ ყველაფერზე, მე უკვე ვისაუბრებ. არა, ეფექტი ექნება. თუ რას გავაკეთებ უკვე პირდაპირ ეთერში. ტელევიზიაში მონტაჟიაო იტყვიან და არ მინდა რა. კარგია უყურო ამას ადამიანს. მაგრამ ცხოვრება კვიანთან ჯობიაო. ნახე როგორი ბრტნული გამონათქვამია, კარგია უყურო ამას ადამიანს, მაგრამ ცხოვრება კვიანთან ჯობიაო. აბა? პირდაპირ ეთერში გაქრობა რომ სულ სხვა. კარგია, მაგრამ ეჭვმაქ რომ არ გამოვა. სამამარო, თორე დაგვიჭერენ ძვირფასოთელი მაყურებლებო. აი, რატო დავიწყე გუშინდელ კონცერტზე საუბარი ერთი პოსტი, ასეთი შეიძლება არ გაინტერესებდეს open air-ი და არაფერს წერდე მასზე, ისევე როგორც მე არ მაინტერესებს, მაგრამ თან გიხაროდეს რომ ახლა იწვიმებს და აშიარებდე რაღაც იდიოტის საიტის დეზინფორმაციას გილანის სიკვდილთან დაკავშირებით, აი ეს არ მესმისო. კი. კარგი, მადლობა. ჩვენ ვამთავრებთ ჩვენი განაცემის პირველ ნაწილს, რამოდენიმე ნაწილისგან შედგება. მეორე ნაწილში ჩვენი განაცემისა სტუმრად ბატონი ზაზა გვეყოლება პაპუაშვილი, ასე რომ რეკლამა ნახოთ და მერე პაპუაშვილი. დაბრუნდით ეთერში ზაზა პაპუაშვილი არის ჩვენი განაცემის სტუმარი, მოგესალმებით. მოგწონს სტუდია? ძალიან. ისეთია, ხო? ვერ ვიტყვის. შემოსასვლელზე რამე. შემოსასვლელს ჩალიჩობთ რა. კეთდება? კი, ანუ ჩვენ ჯერ გვინდოდა რომ შეგვენიღება რომ ასეთი მარგალიტი რომ რაღაც სუჩში არის რა და მე გარდა საწყლად გამოიყურებით. ხო, და შიგნით რომ შემოდიხარ ეგრევე ეფექტია რა. ხო, რაღაცა გეცე. ხო არის?
ანუ აი მოგესმის რაღაცაში რომ შედიხარ გარეთთან რომ ეს ხო მედია ის არის რაღაც ადგილია საკრალური უნდა იყოს და შედიხარ. აი ხო გითხარი კაი სტუდია მეთქი ხადა. გავაგზავნოთ. ჯერჯერობით სტუდიაზე მოვასწრებ ლაპარაკო ბერს. კარგი, ზაზა, გახსოვს ჩემთან არჩევნების წინ რომ იყავი მოსული. ჯერ კიდევ კარგ ახნით ადრე მაესტროში აი მარხზე ნუცუბიძის მაშინ არც ივანიშვილი იყო გამოჩენილი და არც სხვა რამ და სუბიექტურაში რა კი ბატონო თუ გახსოვს შენ რაღაც ისეთი საუბარი ქონდა რა თქმა უნდა ნირწამხდარები არ ვიყავით მაგრამ ნუ არ ჩანდა კაფიო გზა გამოსავლის თუ გახსოვს აი მდგომარეობა მინდა რომ გაიხსენო რა ხდებოდა მაშინ ანუ რა მდგომარეობაში ვიყავით მაშინ ხალხი და რა მოხდა როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი ცირა მე მაინც მგონია შალვა რომ არჩევნები ადამიანებს არ ცulis, ასე ადამიანები სულიერად და გონებრივად არ იცულებიან. უბრალოდ ბრძოლა მაშინაც მიმდინარეობდა რა არ მიმდინარეობდა, ამ ჩვენ ვიცოდით საერთოდ რა დაგვემართებოდა, საერთოდ წავიდოდით, როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ცოტა ნიჰილიზმი ქონდა ეს. იცი რა, ნიჰილიზმი ვერ ვიტყვით ამას არ იყო ნიჰილიზმი. როგორ არ იყო, ამას ობიექტური მიზეზებიც იყო. 26 მაისის შემდეგ, ამ საშინელების შემდეგ ხალხი იყო დაწკუნული რაღაც ხოლმე როდესაც აი ესეთი ძალა გეტაკება გესმის და როდესაც საქართველოს და ყრუ მსოფლიო საქართველოს და ყრუ ევროპა რო არის ხა ვიცი რა მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მაინც ბუნება გენეტიკა რომელიც ვერ ეგუება ასეთ რაღაცას რაც საქართველოში ხდებოდა კარგი ნუ გერეოდენ რა ძალით ესეთი კაბინეტი და ოღონდ აი კი ბატონო გულახლად მეტყვი აცურად რა განცდა აი შუცხედან არა ჩემ გვერდით არ ხედა არა შენ გვერდით დარბაში გავიგე მაგრამ ეხლა ერთი აი ამას ზუსტად ესე განცდა და როგორ ებრძვიან განცდას რა მიფიქრია რა ზოგჯერ აი სპორტზე ვიტყვით ხელოვნებაში ვიტყვით და გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენელია ხო პირიქით კატეგორიულად კატეგორიულად რაღაც ისეთი ღამე იყო შენთვის ეს მნიშვნელოვანი ძალიან საკუთრებია მარტო ჩემსა ბევრი სიკვდილს შავხედე თვალებში არა შენსაც კითხულობ და შენ შურიზიება რაც აი ეს ქვენა გზნობა ხო შურიზიება ხო მაგრამ იცი რა ამას როგორ ებრძვით ხო მე ჩემ თავზე მაინტერესებს მეც მაგას გელაპარაკები ეთქობა ბუნებით შეიძლება არა ვარ ესეთი ადამიანი რომ ამის გამო ეხლა არ მეძინოს ხო შინაგან რაღაცა მღრნის როგორ არ მღრნის იმიტომ ამ რაღაცებს თავის სახელი არ დაერქვა ის არაფერი არ გამოვა თორე ეხლა ვიღაცის სისხლი დალიოს და ვიღაცა ჩაკოლოს ამის წინააღმდეგი ჩვენ რას ვებრძოდით ბოლოს და ბოლოს ძალადობას უსამართლობას და ასე ჩაგვრას ხო ესე აქედანვე გეუბნები თუ წინააღმდეგი ვიყავი მაშინ იმ ჩაგვის და არც რამე ჩაგვრელი ვიყავი შენ როგორ არა მაშინ ეს უკვე სამართლებრივი მაშინ უნდა გადაწყდეს რა პოლიტიკოსი არ ხარ შენ და მე მგონი პოლიტიკოსობის პრეტენზია არც ქონია ხო აქამდე სანამ პოლიტიკა სხვანაირად იკითხება ხა საქართველოს ეს უკვე ქვეყანასთან ქვეყნის სახურება პარლამენტში მოხდი ფაწმინდაზე დაგაყენეს დადექი როგორც კაცი რომელსაც ძალიან პატივსცემენ ყველგან და განსაკუთრებით ამ უბანში იმიტომ რომ რატომაც გასაგებია რომელსაც შეუძლია თავისი ვაჟკაცობით შემართებით ის
დაამარცხოს ის სიცრუის მანქანა, ძალადობის მანქანა, რომელიც იყო, თუმცა მინდა გითხრა, რომ ჩემი შტაბეშტილების გეგენავას აკრძალული მეთოდები არ გამოუყენებია იქ შენს წინააღმდეგ და რაღაცნაირი სხვანაირი ბრძოლა იყო. მე ეგეთი განცდა მაქვს, არ ვიცი ხა შენ. კი, ასე აკრძალული მეთოდები არ იყო გამოყენებული. ხო, რასაც სხვაგან კადრულობდნენ, ამ კაცმა არ იკადრა რა, მოკლედ. კი, ამას ეს მე ხმამაღლა მithქვამს კიდევ. თქვენ რაღაცნაირი ურთიერთობაც გქონდა სხვა ადამიანები. ნუ ამას მნიშვნელობა ხო, კი ბატონო. მაგრამ შენ ხარ საპროტესტო კანდიდატი, ბრძოლის კანდიდატი. აი ხა ეს ყველაფერი რო ჩაცხრება. შენი ადგილი შენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შესანიშნავი მსახიობი ხარ. არის პარლამენტში? აი ამის თქმა მინდა. ანუ შენთვის ეს რაღაც პრობლემა ხო არ იქნება, როცა ბრძოლის ეს ეტაპი დამთავრდება და უკვე სხვა რაღაცაზე უნდა გადავიდე. ხო, იცი რა, სწორია, კითხავს ვამ, იმიტომ რომ ჯერჯერობით მართალი ხარ, ეს პოლიტიკა სხვანაირად აღიქმება ჩემთვის, იმიტომ ეს არის პირწმინდად ძალიან დიდი ბრძოლის ველი იყო. აქედან ჩვენ ვერ გამოვიდოდით. ხო, შენი საქმე თაკეთებდა. მაგრამ მე საკმარისად კარგად ვფიქრობ მომავალზე და როგორ გავაკეთე, მაგრამ ზოგიერთ კითხვებზე არა მაქვს პასუხები. ამაზე არ კითხვაზე ჯერ არა მაქვს, მაგის ბევრ ამას ვფიქრობ. აი გამიგიარე შენი ფიქრი. არ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ეს რაღაც აი ფრაგმენტულად მოდის ტვინში რაღაცა, რომელსაც მე ვაფიქსირებ და მე ამას განვითარებ. იმიტომ რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება და ოქტომბერში ეს დამთავრდება რა. ეს აუცილებლად დამთავრდება. ხო, დამთავრდება, მოდი ესე ვთქვა, უკვე დამთავრებულიც არის ახლა. ჩვენ პროსტე უბრალოდ ემოციურად ვაცოცხლებთ ამ თემებს ხშირ შემთხვევაში. შენ უნდა კონსტიტუციურ რაღაცებს უნდა მიხო ხელი, კანონ შემოქმედება, ესა, ისა, ხო გესმის? აი აქ როგორ ხედავ შენ თავს, სად ხედავ შენ თავს? კიდევ ჩაგეკითხები ასე ვთქვათ. რატო ამბობს? იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელიც კრიტიკას გამოთქვამენ ხელოვნების მუშაკების, მსახიობების და სხვა ასეთი ადამიანების იქ პარლამენტში მოღვაწეობის გამო. აი ამიტომ არა მე მაქვს ასეთ რაღაცებზე პასუხი რა, იმიტომ რომ აი მაგალითად მე ესე ვიტყვი რომ კიდევ ლაპარაკობ, მე არავის არ ვებრძვი, არავის უპირატესი არ მგონია ჩემი თავი, არ ვაყენებ. ესე არიან ადამიანები უდიდეს გამოცდილება პარლამენტში, პარლამენტშია დაბადებული, ზოგი 25 წელიწადი პარლამენტში. კი, ყავს ეგეთი ხალხი. ხო, მაგრამ ახლა კითხვა ესე ისმის რა, ვიღაცამ თუ პოლიტიკოსობა დაერქვა და ვიღაცა თუ იურისტია თუ ვიღაცა თუ სამართალმცოდნე ქვეყანას რა შედეგი მოუტანეს, რა შედეგი დააყენეს. ასე ჩვენ სხვა ფაზაში ვიმყოფებით. პოლიტიკა ეს არის უკვე ჩემთვის პოლიტიკა არსებობს ქვეყნისთვის, ქვეყანას უნდა მიეახო. რაც შეეხება მსახიობაზე ლაპარაკი და რაღაცა ამათ მოგონიათ ეს პროფესია, შოუებს და რაღაცა იდიოტურ ფილმებს რო უყურებ. ეს არ არის ჩემი ხელობა, ეს ტიკიცობა ჩემი ხელობა არ არის. ჩემი ხელობა ფიქრია, ჩემი ხელობა განცდაა, ჩემი ხელობა არის რაღაცა სინანული და ადამიანების სულისა და გულის ამოცნობა. ასე რომ ქვეყნის ბეძე ზრუნვა მსახიობსაც შეუძლია მლესავსაც და მოგეს თუმცა სცენაზე დაბრუნდები. მე არც მემიტოვებია, მე არის შაბათ-კვირას ცალია ვთამაშობ ხო? თამაშობ ხო, თუმცა ისეთი ინტენსიურად ვეღარ. ინტენსიურად არც არის სპექტაკლები. ჯერ არა. კარგი. მოდი როგორც დრამატულ მსახიობს ისე გკითხავს. ეს ბრძოლის კულმინაცია, შემდგომი პერიოდი რომელ როლს გაგონებ? რა როლში იყავი? ეპიკური გმირის როლში იყავი? ოღონდ მე არ ვიფიქრო რაღაც ან გაკეთებ ან შემდეგ ჟანრობრივად მაინტერესებს. არის ხო არის ეპიკური გმირი, არის კიდევ სხვადასხვა აი ჩემზე პირდაპირ რა განცდა გქონდა? ანუ ბევრი გმირი გითამაშია. ეს რა როლი იყო? ეს რა იყო? ეს ბრძოლა. მე მანდ ვერ ვიტყვი კარგად გავიგე შენი კითხვა. რატო გეტყვი ახლა ზუსტად? ეპიკური რაშვეში. არა, უყურე, ეს ხო თამაში იყო. რა ჩვენი ცხოვრება ხო თამაშია. ეს არის ეგეთი ცნობილი გამონათქვამი. როცა შენ თეატრის ცხოვრება. კი, მოემა თქვა. როცა შენ გაქვს ამდენი პროფესიული გამოცდილება თამაშისა, ხალხს ეს გამოცდილება ეს რაც ძენს მე ძალიან კარგად ხედავ ადამიანები. როცა ლაპარაკობენ, რა ლაპარაკებთ? რა აქვს მოტივაცია? სადიტყვებიან, რატო ხმარობენ? ხო, რატო ხმარობენ ამ ხელს, რატო ყლაპავენ ხშირად ნესტუ და ეს ყველაფერი ჩაშე რენტგენია ეს. მე არ გიჭირს დავუშვა, თან ხა ემოციური ადამიანი ხარ. როცა ხედავ რომ იქ რაღაცა არასწორია, არ გიჭირს. ხშირად თუ უსომენ ხას ამას ემოციურობას და ემოციურობა ვიღაცას გონე რაღაცა უნდა დაამტკიცო და დალეწო. ემოციურობა არის ახმა, სხვანაირად ვერ სილამაზეს ვერ აღიქვა ამ. აპრიზმაში ახმა სამყაროს. ხო, აპრა სამყარო როგორ უნდა აღიქვა ემოციის გარეშე? როგორ უნდა გეყურებინა ქვეყანაში რაც ხდებოდა, აი ესე მშვიდად. მე გული ცირაზე მწყდება, პირდაპირ ამას ლაპარაკობ, რომ ადამიანები რომლებიც ნახე რუსთაველის პრემიის ისა გადაცემები
როცა სააგაშუმა რო ხო, აი ეს რა იყო. თვალი შევავლე, კი. ხო, მე თვალი შევავლე, ხო, ვერ გეტყვი, გადავახვიდე თავიდან უყურე მეთქი, მაგრამ სამწუხარო ერთი რაღაცა, არავის კი არა შეჯიბრი კი არ მიმდინარეობს ადამიანებში. უბრალოდ საწყენი ცირა, როდესაც ასე იბრმავებ თვალს გესმის. არა, კარგ ხალხსაც მისცეს, ახლა ცუდ ხალხს არ მისცეს ზოგიერთ პრემია, მოდი ეს თქვა. ხო კი ბატონო, მაგრამ ასეთ იცი რა ხდება. არ უნდა მისულიყო, ზაზა შენი აზრით არ უნდა აიღოთ ეს პრემია? იცი რა, მე კიდევ მსაჯული არა ვარ, მაგრამ თუ ჩემ აზრს გაეჭირ, რასაკვირველი არ უნდა მისულიყო, როდესაც ამდენი რამეა მოხდა, უკვე 1 ოქტომბერია როდესაც კაც, რომელსაც ვისგანაც პრემიას იღებ, ამას პასუხებია, კითხვებზე პასუხებია გასაცემი. როგორ შეიძლება პრეზიდენტი ვიყო, პრემიერ-მინისტრი ვიყო და ქალაქის მერი ვიყო და ისე წავიდეთ არამდებობიდან, კითხვა არ დაგებადება ჩემთან. რა თქმა უნდა. არ დაგებადება საწავი ეს ფული საწავიდა ეს ადამიანები რომელიც პროგრესულ ადამიანებად თვლიდნენ თავს და ეგონან თუ ქვეყანას აშენებდნენ კაცო აი მაგალითს გეუბნები რა რატო იხურებოდა კიკეთში რომ მოვიდა ძალიან მაგალი სიტყვა ისე ამხელა სიტყვა მოვიდა ძალიან არ მენახა მე და ღამე ავედით ვიღაცას გადაეხურა იმიტომ რომ ეს ნაციონალი ვიღაცას არ გადაეხურა იმიტომ რომ ის არის ეს გამაგებინა რა შეჯდება ეს აი რა კონტექსტში ჩავაჯინოთ ეხლა მე რომ ადამიანი ქუჩაში დაგდებული დავინახო შევეკითხო თქვენ ნაციონალი ხა ნაციონალი გადავაბიჯო გავიარო ჯერ წამოვაყენებ ხო ადამიანს დააპურებ აზე მოიყვან აი ისევ იმ თემას პრემიების გადაცემას მინდა დაუკავშირო მაგრამ ეხლა ჩემი საკრიტიკო მე პოზიციას ვაფიქსირებ იმიტომ რომ თუ ასე აგიწყვია ცხოვრება რომ ოღონდ რამე შენ ასე ვთქვათაში ბიოგრაფიაში ამდენი პრემიები ჩაიწეროს და ამდენი რამე ჩაიწეროს ნუ ეს სხვა არის მაგრამ ცოტა სხვა რაღაცას ხონა დაუგდო ყური კაცო ადამიანს გულით კი კაცი რომელსაც ესე გაანიავა ქვეყანა თავის ჯიბიდან კი და ეს ქვეყნის ბიუჯეტიდან იმას ბრასლეტები ამას ამისგან ეს აღარ შეიძლება როცა ხალხი იცი რომ იქ მართლა თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენ მართლა გაგებამ და ღმერთმა გადაგვაჭი იქ გადარჩენის შანსი არ იყო მიახსოვს შალვა კი ყველა ერთ ვითარებაში ყველა ერთ მოცემულობაში ვიყავ ანუ სასიკვდილოდ იყო გამეტებული უამრავი ადამიანი ესეთი რამე ამენ 1000 შარებს გადაყრილვა ცხოვრებაში მაგრამ ასეთი რამე წარმოუდგენელია ყველა ერთ ვითარებაში ვიყავით იქ არ იყო ვინმესთვის რაღაც ვიპადგილები ყველა იყო ამ მდგომარეობაში რა ხო ეს უნდა გამოიძიონ და ეს უნდა როდესაც ამაზე გეუბნებიან შეთა უნდა გამოვიძიოთ მე სიგარ ვაინტერესებს უნდა გამოიძიოთ აბა არ უნდა გამოიძიოთ თუმცა ბრალი წარადგინა უკვე ანუ მერაბიშვილს ამაზე და რაში ჩვენ მაგალითად მე კიდე ისე რაზოლაპა ჩვენ როდესაც ბიტინგებზე მივდიოდით ხო თუ 1000 და სახლში ვინ როგორ დაბრუნდებოდა ვინმე მიცოდა ვისაც დახვდებოდნენ ან სახლში ამათ უკვე ის მანქანებისთვის გამოუყავით ბატონო რა ქვია მაგას სადგომი და ვის 19-ში რაღაც ისულელო ჩაატარეს იქ რაღაც იქ გადაგის დაცვა ვინ გვიცავდა პოლიცია ჩდებოდა პოლიცია არ ჩდებოდა არასდროს გადაჭდებოდა გადაცემები რომლებიც ფურცელაძის ქუჩის ინციდენტი როგორ არის მარტო ფურცელაძის რამდენს დაუწეულ ვარ და ხალხი იმიდან გამოგვიტაცია ხალხი ეხლა გესმის როგორ სარგებლობენ ესე ისეთი დარწმუნებული არიან რომ არაფერი არ მოუვათ არ სიტყვის თავის გასხოვული აზრის გამო და არც ბიტინგის გამო პოლიტიკა ესეთია რომ უნდა დაისაჯონ იდეოლოგია პოლიტიკა როგორ არა ვიცით ჩვენ ჩვენ ვქნით პოლიტიკას დეკლარირებული პოლიტიკა თქვენი უმორალესობის არის ესეთი რომ უნდა დაისაჯონ იდეოლოგები კანონის ძალით, რა თქმა უნდა, თუმცა საშუალო და მცირე რგოლის ხალხზე ეს არ უნდა გავრცელდეს და ამნისტიაზე არის ძალიან ინტენსიური ლაპარაკი. მათ შორის ბიძინა ივანიშვილით ლაპარაკობს. შენ რა განცდა გაქვს აი ამასთან, იმიტომ რომ გასაგებია იდეოლოგები, მაგრამ კონკრეტულად ვიღაცებიც იქნებდნენ იმ ჯოხს და ვიღაცებიც შალო რასაკვირველია კიდე ერთხელ ვიმეორებ მე რომ ქვეყნის ლიდერი როცა ხარ სულ სხვა მდგომარე ეხლა ჩემი მდგომარეობაც შეიცვალა როცა უკვე გუნდის წევრი ხარ დეპუტატი ხარ ვალდებულებები არა ვალდებულებებია რაღაცას ანგარიში უწევი ხო მაგას ვამბობ რა ბევრი ვალდებულებები ხარ რაღაცაში ხოლო თავისუფლება პრინციპში ადამიანმა არ უნდა შეიზღუდო, მაგრამ კარგად გავიგოთ რა არის თავისუფლება, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რასაც ჩაკბერავინეს თქვა, მაგრამ მაინც გუნდის წევრი ხარ და ქვეყნის ლიდერი აი მართებს ასეთი რამ. ეს ნეობრივი კატეგორიებით აზროვნება. მან რაც თქვა, რომ ყველანი ციხეში ის ეხლა ვიც ციხეშია. შე წარმოგიდგენია როგორ ბედის ირონია. კი ეს ან მაგალითად მე ხა დეპუტატიო და ის ციხეში. კი, ანუ მე იმას კი არ დავცინე.
მე კიდე ერთ გადაცემას თქვი, ჩვენ უფრო პატიოსანი ვართ მათთან, ვიდრე ისინი საკუთარ თავთან. ჩვენ ამას ვეუბნებოდით. ნუ თუ ისე, ნუ ეხლა მე რო ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ვიღაცამ დამიჭიროს. ნუ ეხლა გული გამისკდება რა. ან არ უნდა იცხოვრო ეგ. აი 80 სიტყავს და. ხო, ნუ მოითხოვოს დაცულა, მაგრამ მე რას ვაპარაკობ, ის რომ ლიდერს მართებს ამ ზნეობრივი კატეგორიებით აზროვნება. ასეთი უნდა იყოს, კი სპეციალურად კი უნდა გააკეთო ეხლა ნახეთ. ხო, მაგრამ კაცმა თქვა ყველანი ციხეში. გავიგე, მაგრამ რო ხელი არ აგიკანგალდეთ. ყველას ეს ისმის იმ ტრიბუნიდან ქვეყანას უკვე აღარ დაემართება. ამაზე ჩვენ განაჩენი გამოუტანეთ ხალხმა მათ, მაგრამ არის საუბარი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მინდა პასუხი მივიღო. ჩემ მცირე საშუალო გოლის მე არ ვიცი რა არის მცირე გოლი და რა არის საშუალო გოლი. სპეცრაზმელი ის ოფიცერი, რომელიც იქნებდა დაუშვათ კეთს, იმას არ დაიჭერე. დაიჭირეს ვანო, რომელიც გეგმავდა, დაგეგმა მისაბძანება, მაგრამ ერთი 500 სპეცრაზმელი, რომელიც იქ მოქმედებდა, ამნისტია ნიშნავს, რომ აქ არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ესე რაღაცა შეესიონ ქვეყანას და ეს მოხდებოდა 15 წუთში დამთავრდებოდა მათი ამბავი. ხო, შენ წარმოგიდგენია რა ხელისუფლება მოიშორა ქვეყანამ და აგრესია რა არის გაჩერებული ხალხში. კი. როგორი შეურაცხყოფილები არიან, რა გათანგულები და ვინ აღარ არიან ხელისუფლებაში, ხო წარმოგიდგენია და ქუჩაში იმაში ნუ არ ხდება, ნუ ეს ერთი რესტორნის ინციდენტია და და ესე იგი არ არის ქართველი კაცი ასეთი მკვლელი, აგრესორი და ეს მოძალადე. ანუ ეთახმები შენ ამ იდეას. ვეთახმე, მაგრამ ცოტა წინააღმდეგობაში შეიძლება ჩემი აზრი მოვიდეს. ამას ვამბობ. არა, მაგას ამბობ და გეტყვები ამას დასამანც არაფერი არ არის. დამნაშავე როდესაც ხარ, პასუხი აგერა. ძალიან ბევრი აღმოჩნდება. არა, მე იცი რა, შეიძლება ათასობით ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ფიქრდი? ხო ხდები შენ, ანუ რა 9 წლის მანძილზე ვიღაცები რაღაც ცუდ რაღაცას მოიფიქრებდნენ და მე ასრულებდნენ ვიღაცები ამას. ძალიან ბევრი მოსამართლე, ძალიან ბევრი ჩინოვნიკი, საგადასახადო იქნება ეს, კონტროლის პალატა, ყველა ხო გვახსოვს რა ხდებოდა რა. შენ კითხვას გისვამ, თვალი დაუხუჭოთ? არა, ამნისტია. აი იმ ოჯახის წევრებს გასაუბრები ხართ, ვინც კი, როგორ არა, მაგას გაცემს ვაკეთებდი ამაზე. შენ მისამართავ ლაპარაკობ. კი ბატონო. რაც იმ ოჯახის არ დაემართა. კი, მესმის. ახლა გულში ჩავიხედოთ. რა საკურველი აქ ეხლა მასიური ძალიან რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ საქართველოს ამდენი რამე იმიტომ დაემართა, გარყვნილებით იცხოვრა. და აბსოლუტურად აზრუნავდა. ეხლა ვლაპარაკობთ იმაზე, ბავშვ ხლართების გადაწყვეტა. ეს საკითხები გამოსაძიებელი არ არის? არის. რამდენი კითხვებია, რატო არის ჯერ ტერიტორია, ჯერ ეხლა დაკარგულ ტერიტორიაზე ასე გადაწევი, ისე გადაწევი იმას. ტერიტორია შენ ვეღარ აკონტროლებ. ის სამწუხაროა 1 მეტრის გადმოწევით 20 კილომეტრი შემოვლენ. ეს დიდი ტვირთია, დიდი დარდია, მაგრამ ამას მიზეზები საიდან მოხდება? ეს გამოსაძიებელია ეს თემა. ხო, რაღაცა თავშევ დაგეცებ, ეს არ უნდა გამოიძიო, ელემენტარული კითხვა არ უნდა. ხო და აი ეს აქედან გამომდინარე. მე უბრალოდ მიგითითებ, რომ პრობლემა ძალიან დიდია მესმის იმ უამრავი ცხვერპლის, რომელიც ითხოვს სამართლიანობას და მესმის ხელისუფლების უმაღლესი პირისაც, რომელიც იძახის, რომ თუ ასე გაგრძელდა, სამართალზე ლაპარაკი, ქონებრივ სამართალზე ლაპარაკი. გესმის, ძალიან ტრავმირებულია. მეც ძალიან მაწუხებს ეს თემა, არ ვიცი როგორ გადაწყვეტს. მე იმაშინაც დარწმუნებული ვარ, მთავრობა ახლა ესე დალხინებული არ არის საგონებრივი შეჭამა. ძალიან რთული თემაა. ურთულესი თემაა, ამ სირთულეს წინ ვინ დაგაყენა? ქალაქში შენ იცი რომ საერთოდ ქალაქი პირდაპირ მიყიდვის წესი ლარათ არის გაყიდული. ვერაფერი ვერ გავაჩერეთ, ვერაფერი ვერ შევაჩერეთ. თბილისი ქალაქი თავზე გვენგრევა. აი მოდი ერთხელ მოდით ჩემთან, აი გუში წინ რა ხდებოდა ჩემ ოფისში. შენს დეპუტატის ოფისში. ხო. დღეს 70-80 კაცი მომდის კაცო. მაგრამ აი დიდი ძირთადი საწუხარი რა, ეს ქონება რო არ გაენიავებინა და 3 წელიწადში ერთხელ მაინც ხელი შეევლოთ ქალაქისთვის. ეს პრობლემები არ იქნებოდა. არის გულავა ამბობდა ყოველთვის რომ უulis ქალაქს და გულავას თავის თემა აქვს, თავის პრობლემები აქვს, მალე ჯერ საერთოდ რაც რიყეს დამართეს, რაც ვითომ მეიდანის რაღაცა ძველი თბილისის ვითომ აღორძინებას და მე რაღაცა სოკოები აშენდა. საოცარი ადგილი არის. არის კვლელობა. ხიც თავი დავანებოდი კაზინო, ის საშინელი კაზინო, მე ის რაღაც აი ისე რა კაზინო გამოვტოვე, ხიდი გამოვტო, ის ორი ტრუბა რა. საშინელება. აბსოლუტურად უკან სხვა ისტორია იყო. გაუპატიურება. არა, ნუ ეს არის ის სხვა ისტორია ხდება, სხვა თხრობა ხდება, აქ არის გაუგუბრება. მადლობა, ძალიან მადლობა გვახილე საუბრისთვის. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგხვედი და გვეწვიე ლამა სტუდიაში. და თამარ ჩუგოშვილს ველოდებით პაუზის შემდეგ.
თამარ ჩუგოშვილი მობრძანდა ჩვენთან სტუმრად. მე შენ მოგიხსენიე როგორც მრჩევლად, თუმცა ხარ თანაშემწე ბოდიში. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი. დავიწყოთ თომას ჰამარბერგით, რომელიც არის ვინ? თომას ჰამარბერგი არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ საკითხებში და ადამიანის უფლებებში. მარტივად რო თქვა, თომას ჰამარბერგი არის კაცი, რომელიც აქ არის, ჩამოდის ხოლმე და აქედან კრებს ინფორმაციას და ასე შემდეგ, აკეთებს მის ანალიზს და მის სიტყვას უნდა დაუჯეროს ევროკავშირმა. ესეა, ხო? ორმხრივი დატვირთვა აქვს. ანუ ძალიან დიდ დროს ატარებს საქართველოში. ყოველ თვე დაახლოებით 10 დღე არის თბილისში და ამის გარდა მუდმივად კომუნიკაციაზე ვართ და მუდმივად ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. ერთის მხრივ ის აძლევს საქართველოს მთავრობას რჩევებს, როგორ უნდა განვითარდეს მაგალითად სხვადასხვა პროცესები, როგორ უნდა წავიდეს სამართლებრივი რეფორმა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, აგროვებს ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში, ძალიან დეტალურად აგროვებს, სხვათა შორის, იმიტომ რომ ის არ იღებს ინფორმაციას მხოლოდ მინისტრებისგან, არამედ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ყველას და შემდგომ ჩააქვს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ძალიან ევროკავშირისთვის. ძალიან. ჰამარბერგს ყველაფერზე ხელი არ მიუწვდება ალბათ, იმიტომ რომ ერთი ადამიანია და ყველაფერს ანალიზს ვერ გაკეთებს. რისი ანალიზი, აი პრაქტიკა რას ხატყობს, როგორი საქმეებით ინტერესდება, როგორი кейსი? ანუ მისი მანდატი არის სამართლებრივი რეფორმა და ადამიანის უფლებები. ანუ ის ადევნებს თვალს მნიშვნელოვან საკანონმდებლო პროცესებს, მათ შორის სასამართლო რეფორმაზე იყო ძალიან კონცენტრირებული, შრომის კანონმდებლობის რეფორმას ადევნებს განსაკუთრებით თვალს. საკუთარ кейსებს ადამიანის უფლებათა კუთხით კი, ამ кейსებსაც ნახულობს. ანუ მათ შორის მერაბიშვილის кейსი აქვს. ესეც საქმეებსაც, არა, გამოთქმული ესე საბოლოო შეფასებას ის არ გააკეთებს ჯერჯერობით, სანამ პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ აკვირდება ყველა იმ საქმეს, რომელიც მიმართაც არის ინტერესი. ჰამარბერგის აზრით ამ შემთხვევაში, მერაბიშვილის შემთხვევაში ისე უხეშად რომ ყოფილიყო დარღვეული უფლებები ადამიანის, კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის, რომელიც ადამიანია. როგორთაც ეჭვი მაქვს რომ უკვე გვეცოდინებოდა. ახლა მოძელები რო ჩივიან, ხო? უკვე იქნებოდა რაღაც რეაქცია, ხო? მეც დარწმუნებული ვარ ამაში. თუმცა ის თვალყურს ადევნებს, ჯერჯერობით ცდილობს რომ ამ საქმეებზე შეფასებები არ გააკეთოს, სანამ პროცესი მიმდინარეობს. ისეთი გამოკვეთილი, მკაფიო დარღვევები ნამდვილად მე ვფიქრობ რომ არ ყოფილა და მასაც არაფერი არ აღუნიშნავს. განსაკუთრებით ადევნებდა თვალყურს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა მოხდებოდა თუ არა, ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანია, როდესაც თამდებობის პირები მაგალითად ბრალდებულს უკვე მოიხსენიებენ როგორც დამნაშავეს, ამან შეიძლება რაღაცა გავლენა მოახდინოს პროცესს. ამიტომ ამას ადევნებდა თვალყურს და ფიქრობდა, მასაც მე მგონი ესეთი განცდა დარჩა, რომ მერაბიშვილის შემთხვევაში ყველაზე მეტად იყო დაცული უდანაშაულობის პრეზუმპცია. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა 9-ში ვიცით ჩვენ რომ კონფერენცია, რომელმაც უნდა აირჩიოს იუსტიციის საბჭოს წევრები, ხო? კი. და სრული მობილიზაცია ზოგიერთ ჟურნალისტში გამოცხადებული რაღაც არასამთავრობოებიც ინტენსიურად ლაპარაკობენ. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ისი არ წარიმართოს ეს კონფერენცია, როგორც სამართალს უნდა და შეიძლება რაღაცნაირად იმ ძალებმა გაიმარჯვონ, რომელიც აქამდე არასწორად მართავდნენ იურისპრუდენციის საქმეს საქართველოში. რა მოლოდინებია, რა პროგნოზებია? ანუ ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა საერთოდ რას ნიშნავს ეს რეფორმა და რა ხდება 9-ში. ჩვენ გვისაუბრია კი, ძალიან ბევრი გვისაუბრია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ძალიან უცნაური ფორმა მიეცა ამ ყველაფერს. იუსტიციის საბჭო იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ახდენდა ძალიან ცუდ ზეგავლენას მოსამართლეებზე. იმის ნაცვლად, რომ მოსამართლეები დაეცვა გარეშე ზეგავლენისგან, მაგალითად პროკურატურის ზეგავლენისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს და ასე შემდეგ, ამის ნაცვლად თვითონ გამოიყენებოდა ეს საბჭო როგორც ძალიან ცუდი პროცესების სტიმულატორი და ასე ვთქვათ, ხელის შემწყობი სასამართლო სისტემაში. რაც მოხდა არჩევნების შემდგომ, ეს რეფორმა წავიდა ძალიან სწორი მიმართულებით და რეალურად რა შედეგს მივიღებთ? ჩვენ მივიღებთ ძლიერ სასამართლო სისტემას, სადაც ინდივიდუალური მოსამართლე იმდენად არის გაძლიერებული, რომ ძალიან რთული იქნება გარედან
ჩაერიოს ვინმე სასამართლო პროცესებში. ანუ მხოლოდ ეს ხდება. იმიტომ არის სასამართლო ეხლა რაც ხდება და 9-ში რა არჩევნებიც არის დანიშნული ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ პირველად ფაქტიურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში მოსამართლეები თვითონ დაასახელებენ ვინ უნდათ რომ მათი წარმომადგენელი იყოს იუსტიციის საბჭოში. ანუ ვინ მიაჩნიათ რომ მათ ინტერესებს ყველაზე კარგად დაიცავს და თუ კი მაგალითად თუნდაც გარეშე ჩარევისგან გახდა სასამართლო დასაცავი, ყველაზე კარგად ამას ვინ გააკეთებს. ეს არის მთავარი არსი მთელი ამ მოვლენების. გასაგებია, მაგრამ რა საფრთხები ხდება, რა შეიძლება? მე ვერ გეტყვით, რაღაც 2 დღე არის გარკვეულ განცხადებებს ვისმენთ ორივე მხრიდან. ერთის მხრივ არის გარკვეული ინფორმაცია, რომ თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არის ჯგუფი მოსამართლეების, რომლებიც ცდილობს, რომ დანარჩენი მოსამართლეები დაარწმუნოს იმაში, რომ თუ კი მაგალითად ვიღაცას კონკრეტულს არ დაუჭერენ მხარს, მაშინ რაღაც ანდისციპლინური დევნა განხორციელდება, ან მათ პრობლემები შეექმნება თან ასე შემდგომ. მე ზუსტად იცით რა არის ეს სახელების დასახელება მე მიჭერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებისგან ცოტა უცნაური არის ახლა რომ მოსამართლეების დაცვის შესაძლებლობა მათ წლების განმავლობაში ქონდათ და რაღაც არ დაგვინახავს რომ ვიღაცა დაეცვათ იმ ზეგავლენისგან საიდანაც დასაცავები იყვნენ რეალურად. წინა ხელისუფლებას რა ბერკეტები აქვს ახლა მიშა სააკაშვილს? რა ბერკეტები აქვს მოსამართლეებზე? ოქტომბერში აღარ იქნება საერთოდ მაგის ბუნდღა არ იქნება მოკლედ რომ თქვა რა ბერკეტები შეიძლება გქონდეს იცით რა არის ესეთი ლეგიტიმური არანაირი ლეგიტიმური ბერკეტები არ აქვს თუ არის რაიმე არალეგიტიმური მე არ ვიცი მაგალითად კომპრომატების სამყაროში ვცხოვრობდით როგორც ჩანს და როგორც იკვეთება და ყველაზე რაღაცეები არსებობდა ხო თუნდაც ის ჩანაწერები ვიდეო თუ აუდიო თუ სხვა ფორმის ჩანაწერები რომელზეც შესაძლოა ეხა და ასე შემდეგ არ ვიცი არა ვერ გეტყვით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ლეგიტიმური რაღაცა ბერკეტი ზეგავლენის მოხდენის არ არსებობს, არალეგიტიმური რაიმე თუ არის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მაშინ ესეთი ჩარევები თუ არის, ვიღაცამ კონკრეტულად თქვას რა ჩარევაზეა საუბარი. მოსამართლეთა უმრავლესობა აი ამ აუხსნელ ზეგავლენას. აი ეხლა არის ეს საუბარი არის აბსოლუტურად არაფერზე დაფუძნებული, იმიტომ რომ კონკრეტული ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ერთი რამე არის ძალიან სამწუხარო ამ ყველაფერში. რომ მოსამართლებად ჩვენ გვყავს ის კორპუსი ყველას ეს არ ეხება და მინდა რომ ზოგადად კორპუსის მიმართ მე ძალიან ყოველთვის ძალიან დიდი პატივისცემა მქონდა, იმიტომ რომ მანტიას ვწევ მე პატივს, მოსამართლის მანტიას და სტატუსს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ჩვენ მივიღეთ ბოლო წლებში მოსამართლეთა ისეთი კორპუსი, რომელმაც წინააღმდეგობა არ გაწია არაფერზე, რაც ხდებოდა. ანუ ისინი, ესე არიან უმრავლესობა არის ადამიანები, რომლებიც დაექვემდებარებიან და დაყვნენ ძალიან მარტივად იმ ნებას, რაც არსებობდა. რეალურად მოსამართლე უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული, მებრძოლი და ძლიერი ადამიანი ქვეყანაში. ვინც კი ასეთი მოიძებნება, ასეთი იურისტი, ის უნდა იყოს მოსამართლე. წესით ნორმალურ საზოგადოებაში ახლა ჩვენ მოსამართლეს ვერ გამოვიდეს. ჩვენ ყავს, ჩვენ ეხლა არ შეიძლება ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ ხელი არ უნდა შეახო, იმიტომ რომ შეახეს ერთხელ ხელი და რაც მივიღეთ, ეს მივიღეთ, ეხლა არ შეიძლება რომ იგივე გავიმოროთ და იგივე გავაკეთოთ. ამიტომ ამ მოსამართლეებს უნდა მივცეთ, ეხლა არის ერთადერთი შანსი. უნდა მივცეთ საშუალება, რომ სრულიად ჩაურევლად შიგნიდანაც, სასამართლო სისტემის შიგნიდანაც და გარედანაც. ყველამ თავი უნდა დაანებოს მოსამართლეებს, როგორიც ყავს კორპუსი, ყავს ასეთი კორპუსი, ეს არის მოცემულობა და ეხლა უბრალოდ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატონ, ვინც უნდათ ის აირჩიონ და მისცენ ყველა მისცეს სასამართლოს და იმ კონკრეტულ მოსამართლეებს შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავს თვითონ მიხედონ და საკუთარ განვითარებას თვითონ მიხედონ. როგორც კი ამაში ან გარეშე, ან ნებისმიერი სხვა ფორმის ჩარევები წავა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ოპოზიცია. სიგნალი რომ ეს ჩარევები საუბრები ამაზე არის, მათ შორის კუბლაშვილმაც თქვა, რომ პროკურორების მხრიდან არის, მაგრამ კონკრეტული არაფერი არ უთქვამს და ესეთ აბსტრაქტულ განცხადებაზე რა რეაგირება, ანუ მე თვითონაც რომ მინდოდეს ახლა რომ რაღაცა კონკრეტული რეაგირება, ვერაფერნაირ რეაგირებას ვერ გავაკეთებ. საერთოდ მე მგონი მოსამართლის ვალდებულებაა, რომ თუ მას ზეწოლა ხორციელდება, ეს არის პირდაპირ ვალდებულება, როგორც კანონის, ისე ზოგადად მისი სტატუსის წინაშე ვალდებულება, რომ თუ ვინმე პროკურორი მას აშინებს, რაღაცას თხოვს, უნდა გამოვიდეს და დაარეკოს მილიციაში, ასე ვთქვათ, უნდა განაცხადოს. თუ ამას აქვს, მეგონი სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორ არის იცით, თუ ამას აქვს რაღაცა ზეწოლის, მუქარის ან ასეთი ფორმა და მოსამართლე თუ ამას ისე დაყვება, რომ არაფერს ამაზე არ გააკეთებს და ხმას არ ამოიღებს, მაშინ ვის უნდა მოვთხოვოთ საერთოდ რაღაცა
რაღაცა პრინციპულობა. თუ მოსამართლე იქცევა ასე. ამიტომ თუ რა იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე ზუსტად ვიცი რომ ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური ნების დონეზე ეს არ არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ჩემთვის პოლიტიკური ნება ცნობილი. თუ რაღაცა ინდივიდუალური ინიციატივები არის ვიღაცის მხრიდან ლოკალური, იმედი მაქვს რომ ესეთი არის, მაგრამ თუ არის ვიღაცამ ხმა უნდა ამოიღოს კონკრეტულად თქვა. მე შენ როგორც იურისტ და როგორც სამართლიან ადამიანს კითხავ. მე ვარ მოქალაქე და რაღაც დავა მაქვს სახელმწიფოსთან, ხო? ან სისხლის სამართლის დავა მაქვს, ან სახელმწიფოსთან მაქვს დავა. და მივედი სასამართლოში და უცებ ხედავ რომ ეს არის ის მოსამართლე, რომელმაც ბიზინა ივანიშვილს 80 მილიონი ლარი და ჩვენ ეს ვიცით კარგად რომ სრულიად უკანონოდ აბსურდულად მაგაზე გადაცემები გვაქვს საკეთებული და ეს არის ცხადი, ამას გარჩევა არ უნდა. შეუფარდა 80 მილიონი ლარი. მეორე საქმე მაქვს და მოსამართლე გამოვიდა ჩემია, რომელმაც აი ესეთი განაჩენი დააყენა გირგვლიანის საქმეს და რომელსაც თავზე დაახია. სტრასბურგმა ეს განაჩენი. გავიხედე იქით და სხვა მოსამართლეა. კონკრეტული კეისები არსებობს, თითოეულს თითქმის აქვს. ხახმა რომ იცის, ყველამ რომ იცის, ისეთი აბსურდული, უკანონო განაჩენები. მე არა მაქვს, არ შეიძლება რომ მქონდეს პატივისცემა ასეთ სასამართლოში და მე ამ განაჩენს თუნდაც 100%-იანად მართალი რო იყოს, არ დავეთანხმები და მექნება მუდმივად ამომრჩეველს, მასას, განცდა რომ არაფერი არ შესრულა. აი მესმის გაგდება მისი არ შეიძლება, მაგრამ არის ესეც. აი როგორ უნდა გავაკეთოთ, რა ხედვა გაქვს? ისევ მივდივართ იუსტიციის უმაღლეს საბჭომდე. და რატომ? როდესაც მოსამართლე სამწუხაროდ ვიცით და მოცემულობა გვაქვს ესეთი, ძალიან რთული, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებების ძალიან დიდ ნაწილში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის მოსამართლეებზე, ალბათ ყველა მოსამართლეს მოეძებნება, ვთქვათ, ისეთი საქმე, რომელიც აი სანიმუშოდ ცუდი საქმე შეიძლება იყოს. ძალიან ბევრი კვლევაც არ უნდა ამ ყველაფერს რომ აიღო საქმეები, ანუ ძალიან ბევრ დარღვევას და ძალიან ბევრ სამართლობას იპოვი. ამიტომ რაშია ახლა საქმე? ვერ გავაკეთებ და არ შეიძლება და ამაზე ვთანხმდებით რომ არ შეიძლება ხელი ერთი მოსმით ყველა გაყარო და დანიშნო ახლები, არ არის ეს სწორი, არ შეიძლება ამ კორპუსთან და ამ ხელისუფლების ამ შტოსთან ესეთი დამოკიდებულება. ამიტომ უნდა ჩატარდეს სისტემამ ალბათ ჩემი აზრით, მე იმიტომ ვფიქრობ რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყება იყო ყველაზე სწორი, რომ სისტემამ შიდა რეაბილიტაცია და წმენდა უნდა ჩაატაროს, იმიტომ რომ თუ არის ესეთი ყველას შეიძლება რაღაცა ამოვარდეს, მაგრამ როდესაც გვაქვს განსაკუთრებულად მაგალითად მძიმე დარღვევები იყო და განსაკუთრებულად რაღაცა საშინელება რომელიმე მოსამართლემ ჩაიდინა, თუ კი ასეთი იყო და ეჭვი მაქვს რომ იყო, ასეთ შემთხვევაში თვითონ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები უნდა დააყენოს საბჭომ და კეთდება კიდევ აქ ერთი საკითხია კიდევ. ანუ აბსოლუტურად შეიცვალა დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვის თემები. ამას აღარ იხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ცალკე დგება დამოუკიდებელი კოლეგია დისციპლინური საკითხები, დისციპლინური პასუხისმგებლობაზე გადაწყვეტილების მიღების. შეცდომებთან დაკავშირებით. ყველა შეიძლება იყოს რაზეც საჩივარი შევა და რაც განსახილველი იქნება და თვითონ საბჭოსაც შეუძლია ინიცირება და იწყოს. ვინ არის დისციპლინური კომიტეტის? ეხლა მოხდება არჩევა. ჩვენ გვახსოვს სამოსამართლეს აირჩევს. ჩვენ გვახსოვს ამ დისციპლინური კომიტეტმა რა გაუკეთა უზენაეს სასამართლოს ცნობილ მოსამართლეს. ეს იყო 2020. ეს იყო თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ტურავას და ასე შემდეგ. ეს იყო ესქნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. იმიტომ ვიძახით და იმიტომ ვამბობდით და მე პირადად ახალგაზრდათა ასოციაციიდან მოყოლებული რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო პრობლემა. იქედან დაიწყო აი ეს გასწორება, ანგარიშწორება მოსამართლებთან და შემდგომ კორპუსი რა გააკეთა იმის შემდგომ რაც თქვათ დაიცალა მოსამართლეების კორპუსი და ასე სანიმუშოდ გაყარეს მოსამართლეები, მე რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ? აბსოლუტურად დააკომპლექტა მოსამართლეთა კორპუსი ისეთი ადამიანებისგან, ვინც წინააღმდეგობას არ გაწევდა და მივიღეთ ესეთი სისტემური პრობლემა. თითოეულ მოსამართლეს აქვს, ვიცით რა, გვაქვს ვარაუდი, ვიცით ესეთი სიტყვა, ძაფრი. გვაქვს ვარაუდი, რომ ყველა მოსამართლეს განსაკუთრებით სიცხში რომელიც მუშაობდა, ხო, ყველა არ ვთქვათ, მაგრამ უმრავლესი მუშაობდა ბევრ მოსამართლეს, აქვს ცოდვა ჩადენილი, რომელიც შეიძლება გამოაშკარავდეს, ხო? მასთან მიდის კუბლაშვილი, რომელიც ამ სისტემის ხელმძღვანელი იყო და ეუბნება მათ და ვიცით რომ ეს შეხვედრები მიმდინარეობს, ღიად ეუბნება, ან შეიძლება რაღაც ყურში ჩურჩულებს, რომ გვაქვს რა, ცოდვები ყველას ერთად. მოდი რა ეხა პროკურატურა არ გვერევა, ხედავთ ესეთიანება. მოდი რა ეს პროცესი გავწელოთ, ბიუროკრატიულ რაღაც
ვალაკიტას დაუქვემდებაროთ, ძალიან არ შევცვალოთ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა. ისეთი ხალხი შევიყვანოთ, რომელიც ამას რეალურად არ გამოიძიებს, არ დაიწყებს შეხებას, იმიტომ რომ ყველას ჩვენ გვეხება. ანუ აქვს კი ამ სისტემას შიგნით გაწმენდის რესურსი? როცა პუბლიკური თავის ადგილზეა, როცა მოსამართლეები არც არ გაქცეულან. კი, მე ვფიქრობ, რომ აქვს, იმიტომ რომ მიუხედავთ იმისა, რომ თქვათ ესეთი საქმეები ალბათ მოიძებნებათ ბევრი, მაინც ჩვენ ხედავთ სასამართლო სისტემის შიგნით ძალიან სერიოზულ მოძრაობას, ხო? არის სხვადასხვა ჯგუფები მოსამართლეების, ხედავთ რომ კეთდება სხვადასხვა. ხო, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები პრობლემა შედარებითია ყველაფერი, მაგრამ ნაკლები პრობლემა სამოქალაქოში და ადმინისტრაციულში იყო. და რაოდენობრივად ეს საკმაოდ დიდი ნაწილი არის. მოსამართლეთა კონფერენციაზე გადაწყვეტილების მისაღებად არის ძალიან მაღალი ქვორუმი, 2/3 არის დამსწრე წევრების საჭირო და შესაბამისად ესე მარტივად რომ მაგალითად რამდენიმე ადამიანთან ვიღაცა მივიდეს შიგნიდან და ან გარედან არ ვიცი და უთხრას რომ აი მოდი ახლა ესე ვქნათ, ესე მარტივად ვერ მოხდება. ძალიან დიდი მხარდაჭერა უნდა კონდეს თვითონ კორპუსის შიგნიდან ადამიანს რომ ის გახდეს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ან გახდეს დისციპლინური კომიტეტის წევრი. გარდა ამისა კიდევ არის მეორე ნაწილი და ეს არის პარლამენტის ძალიან დიდი როლი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეხლა ხდება 6 წევრის არჩევა და 6 წევრს დანიშნავს პარლამენტი. ხომ? იმიტომ რომ პარლამენტშიც ეს პარალელურად მიდის კიდევ პარლამენტში პროცესი, არის 45 იყო ფორმეშლება და დარჩა 35 კანდიდატურა, აპლიკაცია და აი ამ წარდგენილი კანდიდატურებიდან საუკეთესოები, ისინი ვისაც არ აქვს რაღაცა ისეთი პოლიტიკური αφილიაცია, ვინც არიან ძალიან პრინციპული, ღირსეული ადამიანები და პროფესიონალები თავისი საქმის, ესეთი ადამიანები 6 ესეთი ადამიანი უნდა არჩიოს საქართველოს პარლამენტმა და თავის წარმომადგენლად დანიშნოს, ასე ვთქვათ, ადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ანუ ეს უკვე არ არის მხოლოდ სასამართლო კორპუსის ხელში, არამედ პარლამენტსაც აქვს აქ როლი. ანუ აი ეს დაბალანსება არის შესაძლებელი. გავიგებთ ყველაფერს ძალიან მალე. დიდი მადლობა თამარ რომ მოხვედი. ჩვენ გვაქვს ეხლა სარეკლამო პაუზა, შემდეგ ნახავთ ახალ ამბებსაც და მე დაბრუნდება ცხელი შუადღე. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოკლედ რადასთან 2 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს მორიდის ცეცხლის საქართველოსთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის შქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობას 75 მილიონი დოლარი გამოუყო. საფინანსო ხელშეკრულებას დღეს ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი ქერალი მოაწერეს. პროექტი მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 2013 წლის 9 მაისს დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში მოხდება სოფელ ადარასა და სოფელ გომის შემოვლით გზებს შორის არსებული მონაკვეთის განახლება. რეალურად დავასრულებთ აღმოსავლეთ საქართველოში სამუშაოებს, ანუ თბილისიდან რიკოთამდე მივალთ და ასევე შევისწავლით რიკოთის, ასე ვთქვათ, უღელტეხილზე არსებულ პრობლემებს და იქ უკვე დაიგეგმება ახალი გზის მშენებლობა. ახალი პროექტი ითვალისწინებს აგარიდან შემდგომი 12 კილომეტრის მშენებლობას, რომელიც ზემო ოსიაურამდე იქნება. ასევე იგივე პროექტის ფარგლებში ზემო ოსიაური რიკოთის და რიკოთის ზესტაფონის მონაკვეთის პროექტირება. ქართული დასის ლიდერის ბრალდება ჯონდი ბაღათურია უშიშროების საბჭოს მდივანს დიდა ბურგერიას უწყების ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების დაფლანგვასა და პატიმართა წამებაში ადანაშაულებს. ბაღათურიას განცხადებით ბურგერია მითვისებულ თანხებს ანტისახელმწიფოებრივი საქმეებისთვის იყენებდა. ქართული დასის ლიდერი ბურგერიასთან ერთად დავით ჭეზერაშვილისა და გიორგი ბარამიძის დაპატიმრებასაც ითხოვს. გიგა ბურგერია არის პირი, რომელმაც მილიონობით თანხა მიითვისა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან. ეს ყველაზე უფრო სენსიტიური ბიუჯეტია და უნდა ხმარდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. აქედან მას აქვს პირდაპირ ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაციით ვთქვათ, არამიზნობრივი ხარჯები, მათ შორის ზოგიერთი არამიზნობრივი ხარჯი არის პირადი კეთილდღეობისთვის და ზოგიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, წინ გამომთხელი საქმიანობისთვის მიმართული ხარჯები. ახალი საქართველოს სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს აერთიანებს, სოფელ დიდსა და დვანში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ. მოძრაობის წევრები საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფარდს რმობენ და საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას ადეკვატური რეაქციის ჭერმა უწოდებენ. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით ორგანიზაციის მიზანია აფხაზი და ოსი ახალგაზრდების ნდობის მოპოვება.
ახალი საქართველოს სტუდენტური მოძრაობა აპროტესტებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან დისტანტ და დვანთან რუსი ჭარისკაცების მიერ საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას. ოკუპანტებს შევახსენებთ, რომ მსგავსი უკანონო ქმედებებით ისინი არღვევენ არა მარტო ქართველების, არამედ ჩვენი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, მათ შორის რუსების უფლებებს. ჩვენ გსურს მოვიპოვოთ აფხაზი და ოსი ახალგაზრდების ნდობა ვაჩვენოთ მათ, რომ ქართველების გვერდი ცხოვრება უსაფრთხო და საინტერესოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი ევროპული დონის უმაღლესი სასწავლებელია, სადაც მათ შეუძლიათ საფუძვლიანი ცოდნის მიღება. უჩვეულო საპროტესტო გამოსვლა ლადუდეხში მოსახლეობა საძოვრებს ითხოვს მეცხვარეებმა ფარა საავტომობილო გზაზე გადარეკეს და ასე გადაკეტეს რამდენიმე საათით ცენტრალური მაგისტრალი. ადგილობრივების ინფორმაციით რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 2600 ჰექტარი მიწის ფართობი ლადუდეხის დაცულ ტერიტორიებს შეუერთეს, რის გამოც სხვარი საძოვრის გარეშე დარჩა. აქციაზე მოგვიანებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მივიდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება მეცხვარეებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა. არამი პატრონი არ აქვს. იმათ ეხოცებოდა ცხორი წავიდნენ, ჩემი არის ხოცება. აგი ამ ასფალტზე ვიქნები 1 საათი კი არა, 1 თვეც რო იყოს, აქ დაიხოცოს და ჯობი აქ იყოს. არმინა, აი ცალხელა კაცი ვარ. მე თუ ვერაფერს ვერ ვკიდებ ხელს, აუ ჯოხს ვიკავებ ხელში, მეტი ვერაფერის საშუალება არ მაქვს. ვითი ვარჩინებ ცოლშილი თორე გავყიდე. დაგვაკავეს ხელზე გვიხვიეს 1 თვე, დაგვატარებენ რაიონში, რაიონიდან თბილისში წავეdes სამინისტროს როგორც ამას გვიცხეს, ისე გაგვწეს პასუხი იქაც. პატრონი არ აქვს, უპატრონო თავად. სოფელს ვაწუხებ. ბალახი არ არის, აი როგორც პოლი ისე გახადა თვარმა საძოვარი. ყველაფერი იცოდნენ, სადაც უნდა წასულიყო, როგორც უნდა წასულიყო. დღეს გამოჩნდა, რომ პრობლემაა ისე. ამ სიტუაციაში ხომ უნდა გავერკვიოთ ჩვენ. რომ გავარკვიოთ რა პრობლემა წარმოიშვა, რატო ვერ მიდიან ეს ხალხი მთაში, რა უშლით კიდევ ხელს. უშინ არანაირი პრობლემა არ იყო და დღეს გავარკვიოთ ამ ყველაფერს და ყველაფერს კეთილზე რა თუ რამე გააქვს, წარმოიშვა ყველაფერზე პასუხს გავხსნით. ხვალიდან თბილისის საგამოფენო ცენტრი ალკოჰოლური სასმელების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს უბასპინძლებს 60-ზე მეტი კომპანიის ღვინის ნაწარმთან ერთად უცხოური სადისტრიბუციო კომპანიები, სომელიები, ღვინის ექსპერტები და რესტორატორები მცირე და ოჯახური მარნების პროდუქციასაც გაეცნობიან. გამოფენის ფარგლებში ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის შესაბამისად კონკურსსაც გეგმავს. ფესტივალის წარმომადგენლობით შემადგენლობა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობასთან აკავშირებს. უკვე ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობისთვის რუსეთის ფედერაციაში სავაჭრო პროცედურების დასაწყებად ყველა ორგანიზაციული ბარიერი მოხსნილია, რასაც უახლოეს დღეებში ექსპორტი უნდა მოყვეს. სამინისტრო ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე რუსულ ბაზარზე ქართული კომპანიები 10 მილიონი ბოთლის რეალიზებას მოახერხებენ. ამასთანავე სამინისტრო სხვა ქვეყნების ბაზრებზე სავაჭრო პოტენციალის გაზრდასაც ცდილობს. ჩვენი ძალისხმევა არის პარალელურად დივერსიფიცირება, ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარი, იმ ბაზრებზე უფრო ზრდა ექსპორტის და ჩვენ ვთქვით, რომ ტრადიციული ისტორიული ბაზარია, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე გეგმაზონიერად აუღელებლად, მე ვფიქრობ, ზედმეტი იმედების, ზედმეტი მოლოდინების გარეშე უნდა ავითვისოთ და განავითაროთ, რაც საერთოდ ინდუსტრიისთვის ძალიან კარგ ფონს ქმნის და თქვენ ხედავთ კიდევაც, მე ვფიქრობ, რომ იშვიათი სფეროა ღვინის დარგი, რომელშიც ასეთი შედეგები გვაქვს. ანუ აქ არის ზრდა არა მხოლოდ ექსპორტის, არამედ არის ვენახების გაშენება, დამატებითი ინვესტიციები, საინვესტიციო მიზიდველობა გაიზარდა დარგის და ასე შემდეგ. საშელახსრულების სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული რგოლის სრულ რეფორმას იწყებს. უწყებამ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობის შესახებ ჯანმრთელობის სამინისტროსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ზოზარ სუბარის თქმით, რეფორმის ფარგლებში სამედიცინო აღჭურვასთან ერთად თანამშრომლების განახლებაც იგეგმება. რეფორმა მიზნად ისახავს ციხეებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის დატოვება სამოქალაქო ჯანდაცვის დონესთან. ეს რეფორმა ძალიან მრავალპლანიანია, აქ შედის როგორც აღჭურვა, ისე სრული განახლება თანამშრომლების გამოცხადებულია კონკურსი და თვის ბოლოს გვეყოლება ახალი თანამშრომლები, ანუ ყველა ღირსეული დარჩება, ყველა ის ადამიანი, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს, იქნება ჩანაცვლებული ახალი პროფესიული კადრები. მემორანდუმის შინაარსი შეეხება მძლავრ რეფორმას, რომელიც ჩატარდება საშელახსრულების დაწესებულებებში და მოიცავს პირველად ჯანდაცვას, ამბულატორიულ დახმარებას, დაავადებების ადრეულ აღმოჩენას და
მათ მკურნალობას. ეს რეფორმა არის თანამედროვე იმ ფორმატის, რომლითაც მუშაობენ, მოქმედებენ დღეს დემოკრატიული განვითარებული ქვეყნები. ჩვენი ორგანიზაცია ჩართული იქნება პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე ამ რეფორმების განხორციელებაში. წითელი ჯვრის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება, რათა ციხეებში პირველადი ჯანდაცვა იქნეს უზრუნველყოფილი. ფონდი ქართული დალობა 11 ივნისს დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადება. ფონდის საბჭოს წევრებმა აზორ ერქომაიშვილმა და ლერსო თორაძემ მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და ტრადიციული ქართული სიმღერისა და დალობის პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული დალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება და აღდგენა, შემდგომში კი მასალების აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების გამოცემა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ფონდი ქართული გალობა, რომლის სულისჩამდგმელი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ ბიზნესმენი ბატონი ვანო ჩხარტიშვილი. ამ ფონდის მიზნები არის ძირითადად ქართული ხალხური შემოქმედების მხარდაჭერა. ეს მოვლენა, რომელიც მოხდება 11 ივნისს და ფაქტიურად ხდება ახლა, ეს არის ასე ვთქვათ, ერთი მუდმივი დაგვირგვინება ამ ფონდის წინამდებარე აქტიურობის. მეორე კიდევ დაწყება კიდევ შემდეგი ეტაპის. დღეს ამ და სხვა სიახლეებზე უფრო ცლად 3 საათიან გამოშვებაში მანამდე ცხელიშუა დღე პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა სოფას. მოვედით, დავრუნდით. აბა, დავიწყოთ პირდაპირ. კუი ჟილეზე ნიატხაძე ატკასზე. რა თემა გვაქვს? სრულწლოვანი დევნილათვის ახალი პირადობის მოწმობის გაცემის აქცია ხორციელდება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი. ისინი უკვე შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან. მოგესალმებით. აქვე დავანონსებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 2 50 09 09 და თუ მაყურებელს კითხვა გაუჩნდება, შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს. მოგესალმებით ნინო, ლევან, მადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. ნინო, რას წარმოადგენს ეს აქცია და ვისთვის არის ის განკუთვნილი? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისათვის. უკვე 2 კვირაა იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრულწლოვან დევნილებს თავაზობს უფასოდ აიღონ პირადობის ახალი მოწმობები. ამ დროისათვის სულ გვაქვს მიღებული 16,000 განაცხადი და კიდევ დარჩენილი არის 3 შაბათი კვირა, ანუ 23 ივნისის ჩათვლით. სრულწლოვან დევნილებს აქვთ საშუალება მობრძადნენ და უფასოდ აიღონ პირადობის ახალი მოწმობები. ანუ აქცია უკვე ძალაშია რეალურად. რა მიზანი აქვს, მოდით ვთქვათ ამ აქციას, ლევან? აქციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის საარჩევნო სიების სრულყოფა და დაზუსტება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა, რაც წელს სერვისების განვითარების სააგენტოს ექნება და გარდა ამისა ძალიან ბევრ სხვა ღონისძიებასაც ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვაკეთებთ. თუმცა ერთ-ერთი არის სწორედ ის, რაზეც ვისაუბრეთ, ეს აქცია, რომლის მიზანიც არის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ის, რომ ერთ ამორჩეულს ერთ ადამიანს ჰქონდეს მხოლოდ ერთი ხმა საარჩევნო სიაში. და ამ ეტაპზე რატომ შეჩერდა არჩევანი დევნილებზე? ორი მიზეზი ჰქონდა ამას რეალურად. ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ იცით, ეს არის ერთ-ერთი სოციალურად ნაკლებად დაუცველი ჯგუფი. გარდა ამისა, სტატისტიკურად ასეა, რომ დევნილებს ბევრი ობიექტური, იმიტომ რომ ბევრი დოკუმენტი მაგალითად დაიკარგა თავის დროს და ასევე სხვა სუბიექტური მიზეზების გამო უფიქსირდება ძალიან ხშირ შემთხვევაში უზუსტო მონაცემები და ეს პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს დაზუსტებული ინფორმაცია აისახოს ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შემდეგ უკვე გადავიდეს საარჩევნო სიაში. ნინო, რამდენი დევნილი გვყავს რეალურად, ვისაც არ აქვს პირადობის მოწმობა? სულ რეგისტრირებული არის თელ საქართველოში 177,000 დევნილი, რომლებსაც არ აქვთ ახალი პირადობის მოწმობა, ან აქვთ ძველი და თქვა სურვილი ექნებათ აიღონ ახალი პირადობის მოწმობა. ამ ეტაპზე როგორც აღნიშნეთ, 16,000 განაცხადი არის უკვე შემოსული, ანუ 16,000 დევნილი უკვე აიღებს პირადობის ახალ მოწმობას. და რა გრაფიკით მოემსახურება იუსტიციის სამინისტრო დევნილებს? იუსტიციის სახლები იმუშავებენ შემდეგი გრაფიკით. თბილისი იმუშავებს დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, რაც შეეხება სხვა ფილიალებს ბათუმში, ქუთაისში, გორში და სხვადასხვა ქალაქებში იმუშავებენ დილის 9 საათიდან 6 საათამდე. და რომელი იუსტიციის სახლებში არის მოსალოდნელი დევნილების დიდი რაოდენობის მიხედვით? ყველაზე დიდი რაოდენობა დევნილების ამ სტატისტიკის მიხედვით
ვიღებთ თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში მოდის ყველაზე დიდი რაოდენობა მოსახლეობის. და რამდენად დაცულია პირადობის მოწმობები გაყალბებისგან ლევან? ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და კიდევ ბევრჯერ გავუსვამთ ხაზს, სწორედ ამიტომ გვინდა რომ საარჩევნო სიაში მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ქონდეს ასეთი გაუყალბებელი პირადობის მოწმობა, ისეთი ფაქტი ჩვენს საერთოდ არ დაგვფიქსირებია, როდესაც ასეთი პირადობა ვინმეს გაეყალბებინოს, მაშინ როცა თქვენ იცით რომ ყოველ არჩევნებზე იყო იქ გაყალბებული, ლამინირებული პირადობის მოწმობების ჩვენება, ამაზე აპელირება, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო და ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი თქვა მსურვილს და აიღებს სწორედ ამ პირადობის მოწმობებს. და აქციის სრულყოფილად განსახორციელებლად რამდენად მზად არის იუსტიციის ყველა სახლი? რა თქმა უნდა, იუსტიციის ყველა სახლი და სერვისების განვითარების სააგენტოს ყველა ფილიალი არის აბსოლუტურად მზად, არის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კადრების რაოდენობა, რომ მომხმარებლებმა კომფორტულად აიღონ ყოველგვარი რიგების გარეშე უფასოდ პირადობის ახალი მოწმობები. და ასე ვთქვათ, მოუწოდებ ყველა სრულწლოვან დევნილს, რომ დაელოდებიან ბოლო შაბათ-კვირას, არის კიდე 3 შაბათი კვირა არის დარჩენილი იმისათვის, რომ მოვიდნენ და აიღონ უფასოდ პირადობის მოწმობები. რა ღირს პირადობის მოწმობა და რეალურად რა თანხას დაზოგავენ ამ ეტაპზე დევნილები? ამ ეტაპზე თითოეულის ადამიანი, ვინც აიღებს ახალ პირადობის მოწმობას ამ აქციის ფარგლებში, დაზოგავს 34 ლარს. 30 ლარი პარტიის ღირებულების, 3 ლარი ფოტოსი და 1 ლარი საკომისიო. ესეთ შეკითხვა მაქვს. ელექტრონული მოწმობა საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს ახლა აღებული? 700-მდე მომხმარებელს. 700-მდე ამომრჩეველს უფრო დავაზუსტებთ. არა, ნუ ავტომატურად ამომრჩეველია. ავტომატურად არის, იმიტომ რომ 14-18 წლამდე ასევე შესაძლებელია რა ვის. მოწმობა გაიცეს, ხო? რამდენია მოქალაქე ყავს სულ? თვითონ საარჩევნო თქვენ გაინტერესებთ ამომრჩეველი თუ არა, მოქალაქე. მოქალაქე 4 მილიონზე მეტი, 4 მილიონი ნახევარი. რომელსაც ეკუთვნის ეს და როგორ ფიქრობთ, აი ცოტა თემას რო გადაუხვიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოწმობები, თუნდაც არჩევნების ბიომეტრიულად ჩატარებისთვის. აი ამ თემებით მივდივართ, რა თემებით ეს მივდივართ, რამდენ ხანს შეიძლება ხონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოწმობა ელექტრონული? მოგახსენებთ, ანუ სიტუაცია არის ესეთი, მაშინ მაინც იმაზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ჩვენ მონაცემთა ბაზაში 3.600.000 ადამიანი არის საარჩევნო ხმის უფლებით ამ ადამიანებიდან როგორც გაბატონმა ნინო მაგრიშთა 700.000-ზე მეტზე არის გაცემული პირადობის მოწმობა, თუმცა თუ თქვენ ახალი პირადობის მოწმობა, თუმცა თუ თქვენ გაინტერესებთ ბიომეტრიზაციის კუთხით, აქ უნდა დაუმატოთ ასევე ის ადამიანები, რომელსაც აღებული აქვთ ახალი პასპორტები, თუმცა მათ არ აქვთ აღებული ახალი პირადობის მოწმობა. ანუ საერთო ჯამში ბიომეტრიული ფოტო რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს გაუყალბებელი და ზუსტი მონაცემი, არის 1.100.000 ადამიანზე 3.600.000-დან, რომელიც ჩვენ გვიფიქსირდება. თუმცა ეს 3.600.000-იც გარკვეულწილად რამდენით ეხლა ამის პროგნოზირება გამიჭირდება, მაგრამ შემცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომ კი ბატონო, ერთი რაცაც დასრულებს ეძახით ხოლმე და ეს გარდაცვლილები, რომელიც ცოცხლად არიან დაფიქსირებული, ასევე მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, იმიტომ რომ 24,000-მდე ადამიანი. ხო ჩატარდა, კაციტაძემ ხო ჩაატარა თავის დროს. არ გინათ რომ იმით ისარგებლოთ თუ? ამით რა თქმა უნდა სარგებლობთ. ფული დაიხარჯა ძალიან დიდი მაგაზე. კი ბატონო, ეს მონაცემები ჩვენთან არის გადმოგზავნილი. თავის დროზე როცა ეს მონაცემები გადმოიგზავნა წინა არჩევნებისთვის ფიზიკურად რესურსი იმდენი მონაცემის გადამოწმების ვერ იქნებოდა და იმ მონაცემებს ჩვენ დღესაც ვამოწმებთ და მაგალითად გარკვეული რაოდენობის გარისულები დავარქვათ აი ანუ აი როდის გვექნება ყველაფერი კარგად ანუ როდის გვექნება ცივილიზებულად ყველა მოქალაქეს აი ეს ბიომეტრიული პასპორტი ან მოწმობა 2 წელი უნდა 3 რამდენი ეს ხომ აიზნება ყოფილობითია და ამიტომ ალბათ სავალდებულო არ არის და ჩვენ არ გეგმავთ რომ გავხადოთ ეს სავალდებულო ამის ზუსტი თარიღის თქმა არის რთული თუმცა იქნება გამომდინარე რომ თუნდაც საარჩევნო კუთხით და სხვა ფინანსური თარიღებები რაც თან ახსნა ძველ მოწმობებს ეს რომ გამოირიცხოს ჩვენ ამიტომ ვახალისებთ და ეს აქცია დევნილების შესახებ სწორედ ამას მიეძღვნა და მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომ ასეთი სოციალურად შეჭრებულებს ასეთი ტიპის წარმახალისებელი აქციები ალბათ კიდევ გავაკეთეთ და ნიც დავამატებ ასე თქვა ტენდენცია ახალი პირადობის მოწმობის არის მზარდი 2011 წლის აგვისტოში შევთავაზეთ მომხმარებელს ახალი პირადობის მოწმობა და დღემდე 2 წელიც არ არის გასული 700,000 მომხმარებელი უკვე ყავს და ტენდენცია თვითონ მოთხოვნა ამ პროდუქტზე არის საკმაოდ მაღალი და იზრდება ანუ მზარდი არის ეხლა წაი დევნილები საკმაოდ დიდი რაოდენობა როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა
საკმაოდ ბევრი დევნილი მოდის და გამოთქვამს სურვილს და ინტერესს რომ აიღოს. ძალიან ძვირი არჯდება მე ხა პირდაპირ ვთქვა, გასაგებია. 34 ლარი მომხარებელს, მაგრამ დევნილებს მოდით ახლა რა ხა პირდაპირ ეთერში ხარ, მაინც მინდა მოკლედ გთხოვოთ. რა შესაძლებლობები აქვს აი რეკლამა კიდევ ერთხელ რატომ უნდა გამოყო რაღაც დრო თანხა მოქალაქემ და რატომ უნდა ავიღო ეს ანუ რა შესაძლებლობები აქვს პირადობის გამოწყობას იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი მოთქმა იყო თავიდანვე პირადობის მოწყობა იმიტომ რომ დაადასტუროს მომხმარებლის იმ კონკრეტული მოქალაქის ვინაობა იდენტიფიკაცია მოახდინოს კი ბატონო თუ მე მაქვს ისეთი ტიპის მოწყობა რომელიც შეიძლება სხვამ გააყალბოს და მიითვისოს ეს დოკუმენტი პირდაპირ თქვა რომ არ ვარგა და მე მშვიდად ვერ ვიქნები შეიძლება ერთხელ აღმოვაჩინო რომ ვიღაცა ჩემს მაგივრად ლომბარდში რაღაცა ვიტანა ან გამოიტანა რაღაცა ფინანსური ანუ ძველი პირადობის მოწყობას აქვს ამის საშიშროება რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს არის ძალიან მარტივად გაყალბებადი ის ლამინირებული ქაღალდი ან ყველაფერი იშოვება, ასე ვთქვათ, სურათი ისიც რო არის პირდაპირ ჩატარული. ანუ ძალიან მარტივად გაყალბებადია. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ჩემს მაგივრად ხმა სხვა მისცა. სხვა ადამიანმა. არა, ფინანსურ ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა, ან რაღაც ბიზნეს ოპერაციებში. ერთი ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე შემიძლია ვიყო მშვიდად, რომ მე ვარ მე და ის რომ მე მაქვს აი ეს რაღაც მონაცემები, აი ამ მონაცემებს სხვა ვერ მიითვისებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგ ხა დამატებით ვის უნდა სხვა შესაძლებლობებით რო ისარგებლოს, მაგალითად გადაკვეთოს საზღვარი თურქეთში, ისე რომ არც პასპორტი არაფერი არ დაჭირდეს და გადავიდეს, გადმოვიდეს. თუ ვიღაც სტუდენტია და უნდა რომ მიიღოს ფასტეკლება რაღაც შეღავათები, ეს არის არჩევანი იმ ადამიანის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დოკუმენტის მახასიათებელი არის მისი დაცულობა, გაუყალბებლობა. პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გაყალბება და ერთ რაღაც მნიშვნელოვან დეტალსაც დავამატებ, მისი ფორმა და ზომაც არის საკმაოდ მოსახერხებელი სატარებლად. არ ფუჭდება მალე, ასე ვთქვათ, არ იხევა, არ იგლიჯება. უფრო ხარისხიანია და მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ვადები განსაზღვრულია, რომ 25 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით სრულწლოვან დევნილ მოსახლეობას აქვს იმის საშუალება, რომ უფასოდ აიღოს პირადობის მოწმობა, ასე რომ მიჩქარეთ. დიდი მადლობა სტუდიაში მომზადებისთვის. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. რაღაც პრობლემა გვაქვს, ესე იგი, თვალებში გაორება მაქვს. გუშინ არ დამილევია დღესაც და რა ხდება, აბა, ესე იგი, ორ-ორი ადამიანი რატომ ეჩვენება? ძვირფასო ნადუნა, გითხარი რა შეასახა. ცავები ზიან მან. აჰა. კეთის ადგილად მაგიდასთან. ესენი არიან 7 წლის ტყუპები. 7 წლის ტყუპები. და იქით და აქეთ ლაშა და ირაკლი უღუნიშვილები, რომლებიც არიან 25 წლის და როგორც მე ვიცი, აქვთ საერთო პროფესია, ხო? თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრეთ, მინდა წარვადგინე ასევე ნინო ლევორსკი-ფანიძე, ფსიქოლოგი, რომელიც სწორედ ტყუპების თემაზე და ამ ფენომენზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, არ ვიცი, სასაუბროდ მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში, მოგესალმებით ყველას. ორგანიზაცია საქართველოს ბავშვებს. საქართველოს ბავშვებს. აი პირველ რიგში თქვენ გითხავთ. ადვილია იყო ტყუპი თუ რთულია ეს? იმის აღქმა, რომ მეორე ადამიანია შენაერი. ბუნებრივია, თქვენთვის ალბათ სხვანაირი ცხოვრება წარმოუდგენელია, ხო? ერთი როგორ უნდა იყო. ჩემთვის პირიქით არის. მე ვერ ხვდები, აი რომ ყავდეს მეორე ზუსტად ჩემნაირი, რა რეაქცია მექნებოდა. ალბათ არც რთულია და არც ადვილია, რაღაცა შუალედური როლი უნდა მოუძებნოთ და იმის მიხედვით ვეურთიერთოთ ერთმანეთს. აი მშობელს რა მართებს ამ შემთხვევაში, რომ ადამიანმა თან არ დაკარგოს საკუთარი ინდივიდუალობა და თან აი სწორედ აღნიშნეთ, ეს არის ძირითადი ფსიქოლოგიური ქვაკუთხედი ტყუპების შემთხვევაში, რომ მიდგომა მათდამი არის ესეთი, რომ განუყოფელი მთლიანობად აღიქვამენ ამ ადამიანებს და სწორედ აქ არის პრობლემა, რომ ისინი შეიძლება გარეგნულად ძალიან გავდნენ ერთმანეთს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად იდენტურები არიან. აი თქვენ ძალიან გავხართ ხომ ერთმანეთს? ხო, ამ ბავშვებთან ჩვენ მე და შალვა ვაკვირდებოდით, ხო და მივხვდით რომ რაღაც გადმოვიდე, შეკითხვით, ნებადმოდი რომ ეს ნაწილი ამ ბავშვების ნაწილი რაღაცნაირად წავიყვანო. ანუ თქვენ 7 წლის ხართ, ხო? და ეს სხვადასხვა ფერის მაისურები რო არ გეცვათ, პრაქტიკულად ვერან ვერ გაგარჩევთ, ხო? ოჯახის წევრებს მჭირთ მაინც გარჩევა თქვენი? არა, ოჯახის წევრებს არა, ბებიას და ბაბუას? არა. მაგრამ რაღაცა ეშმაკობებს არ მიმართავთ, როცა ერთი მეორის მაგივრად ან გამოსტაზე გადის. გაკვეთილი თუ არ იცის ერთმა. გაკვეთილი თუ არ იცის და ასე. ერთ კლასში ხართ ბუნებრივია, ხო? და რაღაცას არის ხაზე ქართულის ლექცი.
შეიძლება მეორეს თხოვოს, რომ შენ უპასუხე დღეს ჩემს მაგივრადო? არა, მე უკან ნახობ ხოლმე. მასწავლებელი გარჩევთ? აი სწორედ აი ფსიქოლოგიურ განსხვავებებზე საუბრობთ. ეს უფრო ყოჩარი გოგონაა, ვიდრე ის ცოტა მორცხობს. ეს სიახლოვე ცხოვრებაში, იცი? შენ უფრო თამამი ხარ, ვიდრე შენ და არის კონკრეტულად რამე პრობლემა, რასაც ტყუპები უკვე აი სწორედ ის რაც ჩვენმა პატარებმა აღნიშნეს, ეს არის ფსიქოლოგიური სპეციფიკა ტყუპების შემთხვევაში, როდესაც ერთი იღებს გარკვეულ უნარზე თავის თავზე პასუხისგებლობას და მეორე მიყვება ამას. მიხვდით და სწორედ მშობლების სხვა უნარები აქვს, ხო? და მეორესაც შესაძლოა სხვა უნარები, მაგრამ სუსტდება ის უნარი, რომელიც აღებული აქვს ერთს. და ამ შემთხვევაში აი გარემოს და განსაკუთრებით მშობლებს აქვს უზარმაზარი პასუხისგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ არ შეუსუსტონ უნარები, რომელიც ერთს აქვს აღებული. აი მაგალითად სოციალური უნარი, ხო? ის ერთის აქვს გაძლიერებული ამ თვალსაზრისით და მეორე მიყვება მას. მე მინდა გკითხოთ, ერთნაირად იცვამთ, ხო? სამოს გავს თქვენი სამოსი ერთმანეთს, მოგწონთ თუ პირიქით? გაქვთ ხოლმე სურვილი, რომ აი თქვენი დაიკოსავით გეცვათ? კი? ორივეს გიყვართ ეს, ხო? და რატო გიყვართ? თქვენ თვითონ გიყვართ თუ მშობლებმა რახან გითხრეს, რომ აი ესე უნდა? გვიყვარს. მიჩოულები არიან. არა, აქ ორი და წარმოიდგინე და ორი ძმა. ანუ ესენი ბავშვები არიან, მაგრამ ძმები უკვე დიდები. დაოჯახებულები ხართ თუ არა? არც ეს. მაგრამ შეყვარებულები ხო ხავთ, ასე ვთქვათ, კი? აი რა ხდება? ხო, აი საუბარში სანამ ეთერში გავიდოდით, აღნიშნეს, რომ ძალიან ხშირად მოგწონებია ერთი და იგივე გოგო. გემოვნება ერთნაირი გაქვთ? ეგრე გამოდის, რომ ერთნაირი გვაქვს გემოვნება. ბავშვობიდანაც აი ტანსაცმელიც როგორ იყო, მშობლები თითქოს ცდილობენ, რომ ერთნაირი ჩაგაცვან, მაგრამ ეგრე არ არის ხოლმე. ძირითადად ერთნაირი მოგწონდა და უბრალოდ იმას ვერ ვფიქრებდით, რომ სხვადასხვა გვეყიდა და გაგვეცვალა. ერთდროულად გვინდებოდა ერთი და იგივე შაცმული. რომ არ გვეჭხობა ერთი და იგივეს ყიდულობდით და ნუ ესე დავდიოდით ერთნაირი ტასაცმელით. და აი თქვათ გოგონას შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე გოგო მოგწონებიათ, რა მომხდარა? ვინც დაასწრებს? დასწრებაზეა. დასწრებაზეა ეს. აი თქვათ მოგეწონათ გოგო. დაასწარეთ ძმას. მაგრამ ამავე დროს იცით, რომ იმ გოგოს ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენი ძმაც მოეწონოს ვიზუალურად ისევე ძალიან, როგორც თქვენ, ხო? თუ გაგვარჩია კი. თუ არ გაგარჩია? ანუ გოგონებსაც უჭირთ საბოლოო ჯამში უკვე რეალური შეყვარებული, რომელიც გყავდათ? ვინც უჭირთ, ვინც დაგვიახლოვდება, მე უკვე აღარ უჭირთ. ამ ხასიათში არის განსხვავება, ასე ვთქვათ. ხასიათში არის. და ყველაზე მეტი პრობლემა, რასაც ტყუპები აწყდებიან თქვენ შემთხვევაში. ინდივიდუალობა ყველაზე დიდი პრობლემა, ერთადერთი პრობლემა. სხვა რაღაცაში ყველაფერში გვეხმარება ტყუპობა. ანუ სულ ყურადღების სენსში ვიყავით ბავშვობიდან დღემდე და და ბაბუა ვერ გვარჩევდა, ხო? ესე წავით ვერ გვარჩევდნენ. და აი თქვენ შემთხვევაში ბავშვებს კითხა შალვამ და თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? ეხმარებოდით ერთმანეთს სკოლაში? ანუ ჩვენ ეს აღზის დამსახურება ალბათ ორივე ვცდილობდით თანაბრად გვესწავლათ და ანუ ერთმანეთის მაგივრად არც უნივერსიტეტში, არც სკოლაში არ დაგვჭირებია, რომ დაგვჭირებოდა თავისუფლად შეგვეძლო გავუკეთებია. ერთი პროფესია, როგორ მიხვედით აქამდე? ვართ ეკონომისტები, მაგრამ ეხლა გადართული ვართ ფოტოგრაფიაზე. ანუ როგორ ჯერ ერთს გაუჩნდა ინტერესი და მეორე ახლა თუ როგორ აი პერიოდში გაგვიჩნდა ორივეს, ანუ რომელიღაცამ პირველი თქვათ გადაიღო რაღაც სურათი მოეწონათ და მე ერთდროულად სხვა რაღაცებში წეგრებთ, ანუ და იგივე რაღაცები მოგწონს ხოლმე. ერთ და იგივე მისწრაფებები გვქონდა და ეს სხვადასხვა ადგილას რომ მოხდეთ და ერთმანეთს ვერ ხედავდეთ. მოხდა რა ისეთი რამე რომ ერთნაირად ჩაგიცვამთ? და მე შეხვედრილ ხართ და მარტო არ არის, ანუ ზოგჯერ ხშირად ისეთი შემთხვევა არის, სადღაც მეგობრებთან ერთად ვარ თქვა და რაღაც კითხვა გამიჩნდა, მე მოსულა ჩემი ძმა და ზუსტად იგივე უკითხავს, იგივე ადამიანი. ანუ კითხვებიც ერთნაირი გებადება. თქვენ შემთხვევაში ხდება ასე? კითხვები ერთნაირი გიჩნდებათ ხოლმე? თქვენ მეგობრებთან მაგალითად? არა? სულ განსხვავებული აზრები გაქვთ ყველაფერზე თუ ემთხვევა? მოგწონთ ტყუპები რო ხართ თუ არ მოგწონთ? კი. აი რატო მოგწონთ? მითხარი, რატო? იმიტომ რომ გამორჩეულები არიან, ხო? აი რატო რა არის კარგი ტყუპები რო ხართ რა? სასარგებლო რა არის ამაში? თამამად, მე შეხო თამამი ხარ. არა, მართლა ისეთი საოცარი მსგავსებაა რა, რომ რა გინდა რომ გამოხვილეთ, აი მაშინ ესე ვთქვათ რა. შენ რა გინდა რომ გამოხვილეთ? ერთნაირად თუ გინდათ რა. რა გინდა შენ რომ გამოხვილეთ? შენ რა ქვია? სოფო. სოფო, შენ რა გინდა რომ გამოხვილეთ?
სოფელში გამოვიდეს ექიმი. რა იცი შენ? მივხვდი. ქეთის ვეხმარები. შენ რა გინდა რომ გამოვიდე? კარგი. ეგ როგორ კაცო, თეთრხალათში ხო საერთოდ ვეღარ გაგარჩევ, ვერავინ და რა უნდა ვქნა. აი ტყუპების ფსიქოლოგიური ასპექტები რო განიხილოთ. არის რაღაც ესეთი ლეგენდასავით, რომ დისტანციაზე გზნობენ ტყუპები ერთმანეთს და როცა ერთს მღელვარება აქვს ან ტკივილი, ისინი განიცდიან ტყუპის ძალის. როდესაც დაბადებიდან ორი ადამიანი ერთად არის, მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური გარემო აბსოლუტურად იდენტურია. მათ შორის არის ეს მჭიდრო კავშირი და აი მინდა გავამახვილო ყურადღება, როგორ აი თქვენ ახსენეთ ინდივიდუალობა, ხო? როგორ არის შესაძლებელი, რომ აი ამის ფონზე, ამ ესეთი დიდი სიახლოვის ფონზე შეუნარჩუნოთ ადამიანებს ინდივიდუალობა. და სწორედ აი ეს ჩაცმულობა, ინტერესებისა და მისწრაფებების იდენტიფიცირება თვითონ მათგანში, ეს არის ყველა ის ძირითადი საყრდენი, რაზეც უნდა იზრუნოს მშობლებმა, იზრუნოს იმ პირებმა, რომლებსაც მათთან კონტაქტი აქვთ. ბუნებრივია ხა, ერთმანეთი მოსწონთ, ერთმანეთი უყვართ, დედმამიშვილები არიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ ხელი შეეწყოს იმ თვალსაზრისით, რომ სხვა მეგობრები გაიჩინონ, ხო? სხვა ადამიანები ალბათ ყავთ, ხო? განსხვავებული მეგობრები თუ ერთნაირად ვერ გვარჩევენ ხოლმე ეგეთი მეგობრები და ერთმანეთს უახლოვდებით ერთმანეთის მეგობრებსაც და წრეს საერთოდ გაქვთ. საერთოდ როგორ გამოდის, სხვაც რო ყოფილიყო, მაინც მოდიოდნენ და გნახულობდნენ, ვერ ხვდებოდნენ რომ მეორე იყო. ძირითადად ერთად ვართ ყოველთვის ყველგან და და როდესაც დგება ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრებაში დედასთან განშორების ეტაპი, ეს იქნება მაგალითად საბავშვო ბაღში წასვლა თუ შემდგომ სკოლაში, ტყუპების შემთხვევაში ისინი არა მხოლოდ დედასთან განშორებას განიცდიან, არამედ ერთმანეთთან განშორებასაც, ხო? აი ხშირად მშობლები გვეკითხებიან, რომ აი რა ვქნათ, ერთ ჯგუფში მივიყვანოთ სკოლაში, ერთ ჯგუფში მივიყვანოთ საბავშვო ბაღში, ამაზე ესეთი ცალსახა პასუხი არ არსებობს. როგორ უნდა განვაცალკევოთ ტყუპების სოციალური ცხოვრება, რომ შენარჩუნდეს მათი ინდივიდუალურობა. ამაში არის შემთხვევაზე ეს ყველაფერი დამოკიდებული და ეს განშორება რომ არ აღმოჩნდეს მტკივნეული, ეს მოხდეს ეტაპობრივად. ყველაზე დიდი შეცდომები რა არის, რასაც ტყუპებთან მიმართებაში თქვა მშობლებმა მშობლები უშვებენ, ან შეიძლება დაუშვან. ყველაზე დიდი შეცდომა ისე და ისე აქ მოვდივართ, რომ არ უნდა განვიხილოთ ეს ადამიანები ფსიქოლოგიურად იდენტურ არსებებად და აი ამის გარეგნული გამოხატულება არის ის სტრატეგიები, რა სტრატეგიებზეც ახლა საუბრობდით, რომ ძალიან სასურველია, რომ თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის, ხო? არ უშლით ხელს, პირიქით ამისგან კომფორტში არიან. ანუ ბავშვობაში სტუდენტობამდე თქვათ, კარგია, როცა ერთად სწავლობ, მაგრამ მე უკვე ცოტა მოსაბეზრებელი შეიძლება გახდეს ერთ ადამიანად რო აღიქვამო. სტუდენტობამდე გეხმარება სკოლაში. და გინდათ რაღაცნაირად დაამტკიცოთ, რომ განსხვავებული ხართ თქვენ. მე მგონი ჩვენ დავამტკიცეთ, რომ განსხვავებული ვართ და ცალკე ადამიანებად გვიცნობენ უკვე და ერთ ადამიანად არ აგვიყვარს. სულ არის მაგის და რთულია ეს პროცესი. რთულია და ამიტომ მე მგონი სკოლის პერიოდში არ ღირს განმარტოება. როცა უკვე მომზადებული ხარ ადამიანი ფსიქოლოგიურადაც, მე უფრო მარტივია. მაგრამ მაშინ რატომ აირჩიეთ ერთი პროფესია? ერთი პროფესია ეს მისწრაფებები მაინც ერთ და იგივე გვაქვს და ერთ და იგივე რაღაც მოგწონს და უარი ვერ თქვით ვერც ერთმა. უარი ვერ თქვით. არის უმცროსი შვილის ფენომენი, ხო, უფროსი შვილის, ერთადერთი შვილის პირველი იბადება, ის არის უფროსი. თქვენ შორის. არა, მე არ გულისხმობ ტყუპების შემთხვევას. საერთოდ ოჯახში უფროსი შვილის დამოკიდებულება განსხვავებულია და ისიც სხვანაირ ტიპად ყალიბდება, ხო? ასევეა პატარა, ასევეა ერთადერთი შვილი ოჯახში, ამბობენ, რომ ისინი თქვათ რაღაცნაირები არიან ცოტა ეგოისტურები, ცოტა რაღაცა, ხო? სტერეოტიპები არსებობს. ტყუპებთან მიმართებაში არის ამ მსგავსი. სტერეოტიპი არის ისევ და ის, რომ ისინი საზოგადოება მათ აღიქვავს, ანუ მათ ყოველთვის ფიქრობენ იმაზე, რომ ვითი გვანან ისინი ერთმანეთს და ყოველთვის ეძებენ მათ შორის იდენტობას. აი ეს არის ყველაზე ძირითადი სტერეოტიპი, რომელიც ფაქტიურად ხელისშემშლელია ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის. და აი თქვენ საუბრობდით, რომ პრობლემა წარმოიშვა შემდგომ, ხო? შესაძლოა აი ეს განცალკევება, რაც ჩვენ ვახსენეთ, უფრო ფაქიზად და ფრთხილად რომ განხორციელებულიყო სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, ის პრობლემები ნაკლები სირთულის ყოფილიყო. ხედვა ერთნაირი გაქვთ, როგორც ფოტოგრაფებს.
როგორ თვლით? დაახლოებით ერთნაირი გვაქვს. ანუ თქვენ ფოტოებს არჩევენ თუ აი ხელწერა ერთი და იგივეა? ერთი და იგივე ხელწერა. და დაუბრუნდეთ ისევ აი გოგონების თემას. თქვენ როგორი სიტუაციები გქონიათ ამასთან დაკავშირებით და ეჭვიანობის მომენტი თუ გაქვთ ძმაზე? ძმიანობის ნაკლებად. ანუ ესეთ უთმობთ? თუ როგორ ხდება? ნუ ეგრე გვაქვს, ანუ ერთმანეთს ხელს არ უშლით არაფერში და ეგრე ნუ აი ძალიან მოგეწონა გოგო. ნუ ესე იგი იმასაც ძალიან მოეწონა, ხო? და შეიძლება გამოჩნდეს სხვა ადამიანი, ის მე მომეწონა ძალიან და მე არ მესიამოვნება, რომ ჩემი ძმა რაღაც მაგრამ საკუთხო ფიქრობ იმასაც, რომ ჩემ ძმასაც ალბათ მოწონს და ამ გოგოსაც ალბათ მოწონს ჩემი რა ხარ. შეცხო მოგწონს. ანუ ანალიზებ რომელს უფრო მოგწონს, ან რომელს უფრო შესაბერისი იქნება. მასწავლებლებთან დაკავშირებით თქვენ პრობლემები ხომ არ გაქვთ სკოლაში? ან ხო არ უთქვამთ აი ესეთი რამ, რომ შენი დახარ და იმანიც ის ხოლმე გაკვეთილი შენ არ იცი ვთქვათ. ესეთი რაღაცები ყოფილა? არა ხო? და თქვენც არ იყენებთ ამას, რომ ტყუპები ხართ და გავხართ ერთმანეთს. ესენი რაღაც ჩუმი ტყუპები არიან. ბოშებო, თქვენ ჩუმი ტყუპები ხართ? არც ხო სახში? ჰა. ტანსაცმელი ყოველთვის ერთი და იგივე გაცვიათ, ანუ ერთნაირი, უბრალოდ ფერებშია სხვაობა, დედა ყოველთვის ზრუნავს ამაზე. რომ სხვისთვისაც მარტივად იყოს, ხო? აი დედა ამბობს, რომ არ არიან სახში ესეთი ჩუმებიო, მე მგონი არ მოეწონათ პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია ძალიან ექიმები უნდა ტელეჟურნალისტები და მსახიობები არ მაშინ სხვანაირად მოიწონს. თუმცა რჩევებში შეუძლია კეთის რომ მოიწვიოს შემდეგ როგორც ეკვატი რომ გაიზრდება. აუცილებლად. თქვენ რადიკალურად განსხვავებული აზრი აი რაზე გქონიათ და თუ კამათი რაზე მოგდით ხოლმე? ესე ხო არ შეიძლება სოლიდარული იყოს. მე ვივართ ძმებს შორის კამათი არის ხოლმე ადრე ბავშვობაში უფრო ესეთი იყო ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადადიოდა ხოლმე მსუბუქ ფორმებში. რაზე მოხსულია კამათი ბოლოს ეგრევე ერთვიხსენა. რაღაც პრობლემანებს და სერიოზული არაფერი. სერიოზული არაფერი. ყველა შეხედულება პრინციპში ერთი მიმართულებით, ხო? ყველაზე ცნობილი კითხვა ჩვენში არის შენ შეხარ თუ შენი ძმა, ანუ ესეთი სკოლიდან მოყვება ეს კითხვა ყველა ამას გვეკითხება. სხვადასხვა ერთმა ჟურნალისტმა კითხა, აჩი იყო თუ შოთი არველაძე დღემდე არ მახსოვს. აჩი ხარ თუ შოთი და რა მშობა აქვს მე აღარ მაინტერესებს რომელი ვარ. თქვენთვის რა მე რო ლაშა დამეძახო ჩვეულებრივად პასუხობ, ანუ არ მაქვს. არა პროტესტი. არც ვიმჩნევთ ხოლმე დიდად. ზოგჯერ მქონია ხოლმე პროტესტის, მაგრამ ხერული ისტორიები მაინც გექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე ერთმანეთს გავხართ და ზოგადად ხართ ტყუპები. როგორი ისტორიები? ხიარული. რომელსაც თქვა გაიხსენებთ. ბევრი. ანუ იმ ტანსაცმელზეც რომ თქვათ, ან ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ წავსულ არ მეც მარტო რაღაცები მეკიდია, მომიტანია სახში და ჩემ დროსაც წინა დღეს ან შემდეგ დღეს იგივე უყიდია, ისე რომ არც უნახავს ჩემს და აღმოჩენდა რომ ისევე ერთი. ანუ გემოვნება ერთი და ერთნაირი გვაქვს. ანუ სუნამოც ერთნაირი მოგწონთ სიტყვაზე? სუნამო ნაკლებად. ნუ ცივი თბილი კი, მაგრამ ერთი და იგივე ბრენდს აყიდულობთ. ვერიდებით. სუნი მაინც რო იყოს განსხვავებული. სხვა თუ არაფერი. მაგრამ ძალიან განსხვავებული სამყაროა ჩემთვის პირადად და რატომღაც ეს არის ფაქტიურად მიკროსამყარო, რომელიც ყალიბდება ბავშვობიდანვე და მედის შემდგომ მოზრდილობის ასაკამდე. აი ყველაზე ფენომენი გამოიხატება ტყუპობის მეტყველების ბავშვობაში მეტყველებისთან დაკავშირებულ პრობლემებთან. მათ აქვთ რაღაცა განსხვავებული თავიანთი საიდუმლო ენა. არც თქვენ გამოცდილებაში როგორ იყო ეს და მარტო ერთმანეთის ესმე ეს ვიქდიახ იმიტომ რომ თვალებს შეგვიძლია გავაგებინოთ ერთმანეთს ნუ ყველაფერი თითქმის მართლა ეს ალბათ ადამიანებს ანუ ვინც ტყუპი არ არის მათ შორის ეს არის სწორად ხშირი კონტაქტის ერთმანეთთან დიდი სიახლოვიდან გამომდინარე და აქაც ნუ მშობელს აქვს ძალიან დიდი პასუხისგებლობა ამ თვალსაზრისით რომ ბავშვთან თითოეულ მათგანთან ცალ-ცალკე ისაუბროს აი რისთვის უნდა იყოს დედა მზად, თუნდაც მეიგებს რომ ტყუპები უნდა ეყოლოს.
ორი გარასკა უნდა იყოს. ეს თავისთავად კეთილი, რომელიც ხო, ეს თავისთავად, მაგრამ რისთვის უნდა იყოს დედა მზად რჩევის სახით რომ მივცეთ. უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ეს არის ორი ფსიქოლოგიურად განსხვავებული ადამიანი და მას უნდა მიუდგეს აბსოლუტურად განსხვავებულად და ეს აი რა როგორ უნდა მივახციოთ ხო ამ მიზანს. გარეგანი საყრდენი არის სწორედ ეს. ანუ დამკვიდრებული ტიპიური ჩაცმულობის სტილი, რომ აუცილებლად წყუპებს უნდა ეცათ ერთნაირად, ხო? ბუნებრივად აღნიშნეს, რომ მოგწონდაო ეს, მაგრამ შემდგომ უკვე მოზრდილ ასაკში რაღაცნაირად გინდა რომ გაართვა ამას თავს და ძალიან სასურველი იქნება რომ განსხვავებულ ჩაცმულობაზე ვიზრუნოთ, განსხვავებული ვარცხნილობა შეურჩიოთ ბავშვებს. ასევე ეს არის გარეგნული საყრდენი და რაღაცა შინაგანი და უფრო ღრმა, ვეძიოთ თვითონ მათგანში ინდივიდუალური თავისებურებები და ინდივიდუალური მისწრაფებები. ეს ბუნებრივია ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მშობლისგან, მაგრამ ეს არის აუცილებელი. და ყურადღებაც უნდა გადანაწილდეს თანაბრად ბავშვს. გასაკვირველია კი, აი შეიძლება ერთი მეტად ითხოვს ყურადღებას. მეორე ნაკლებად, უფრო ჩუმია და მშვიდი. მე ეხლა აღნიშნე, რომ არის რაღაცა უნარები, რომლებსაც ანაწილებენ ტყუპები. ანუ ერთი აძლიერებს რაღაც უნარს, აი საუბარი იყო სოციალურ უნარს და მეორე იმდენად სიახლოვეშია მასთან, რომ მიყვება მას ამ უნარის თვალსაზრისით და ფაქტიურად ასუსტებს თავის უნარს. მიხდით? ანუ ერთი იღებს მთლიან პასუხისგებლობას გარკვეულ უნარებზე, მეორე იღებს სხვა უნარებზე. ჩვენ შემთხვევაშიც ეგრეა ხო? და აი რა უნარებზე გაქვთ აღებული, თქვა, შეგიძლიათ ესე თქვათ. თქვათ, ეხლა ფოტოგრაფიაზე ლაშა უფრო არის ჩართული, მე სხვა ბიზნესით მოვსვიდე, ანუ მე იმაზე ვარ უფრო გადართული, ანუ აბალანსებს ერთმანეთს. ანუ უფრო ხელოვნებისკენ არის მიტრეკილი ლაშა და თქვენ უფრო, თქვათ, რაღაც ბიზნესი. ძალიან საინტერესო. ძალიან მიმზიდველები არიან ბავშვობაში, ძალიან საყვარლები თუნდაც იმით, რომ ერთნაირად აცვიათ, მაგრამ აქ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და ყველა მშობელს აი ეს გარეგნული საყრდენი იქნება ეს თუ რაღაცა შინაგანი და უფრო მეტად ღრმა, ამაზე უნდა იზრუნოს ყველა მშობელმა. ყველა ტყუპის მშობელმა. გოგონებს უფრო უჭირთ ხოლმე, ხო მე მგონი. და იმ ტყუპებზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ვინც სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან არიან და განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, ან არიან და-ძმა და სულ არიან ერთმანეთს. მაგ შემთხვევაში მაინც აქვთ ეს ერთმანეთის ესეთ გამძაფრებული შეგვიძლია. ბუნებრივია, იმიტომ რომ ისინი დაბადებიდან ერთ გარემოში, დაბადებიდან ერთმანეთს ერთნაირი აქვთ. ფსიქოლოგიური თავისებურებები, რა თქმა უნდა, განსხვავებული. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის ყველას. ჩვენ კი დროა მგონი დავამშვიდობოთ მაყურებელს. ხვალამდე. აბა კარგად დადებოდეთ და სხვა სტუმრებით ხვალ ზუსტად პირველზე შევხვდებით ერთმანეთს ნახოთ. და სხვა თემებით. ეს თქვი და შენ ვერ გაიგე. კარგი. ნახვამდის.